მე მაგას ვუთქვი, არ შეიძლება საქართველოში ქართველების დაჩაგვრა. ჩვენ ქართველები თავს არ დავიშალეთ არასდროს. ისტორიულად გვიცხოვრია ისე, ჩვენი ადამიანობა, ჩვენი სიწმინდე შეგვინარჩუნებია, მაგრამ დღესდღეობით რაც ხდება, უცხო ეროვნების ხალხი როცა ჩამოდიან და ჩვენ სტუმართა მოყარი ხალხი ვარ და ხვდებით ის, ვითხოვთ ისე რომ დაგვხდეთ და ჩვენ როცა არ მოგვექცევიან ისე როგორც ჩვენ ვექცევით. ჩვენი პასუხი ხოდის პასუხი იქნება. მადლობა. მაინც რას უპირისპირდებით დღეს? უპირისპირდებით ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს მიწა-წყალზე ქართველის დისკრიმინაციას. ქართველის დისკრიმინაცია ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის და გარკვევის ადგილებში ეთნიკური ნიშნით. განსაკუთრებით ხაზგასმით კაცების მიმართ ეს ადგილი ეგრეთ წოდებული არის დაკრიშვის ზონა. ვიღაცები ლობიებენ და ფულს იღებენ. არ დაფიქსირებულია მრავალი კრიმინალური შემთხვევა, რაზეც საპატრულო პოლიციას არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია და ჩვენ მოვვითხოვთ ეხლა, რომ პატრულმა სამართალ დამცველებმა რეაგირება მოახდინოს ამ დაწესებულებას და ამ ბანებს. თქვენ გალებს ჯაბა, რას იყო პოლიციის რეაქცია როგორია? რამდენად პოლიციის რეაქცია მე მაკვირვე. პოლიცია არანაირად პოლიცია არის დაბნეული. მედიანებით არის ქართველი კაცი რომ შევიდეს ეუბნებიან რომ შენ ქართველი ხარ და არ შემოხვდა. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი კანონის საფუძველზე მოგვარდეს, ეს აიგზავნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს კანონი არ მოგვარდება, ყველა თამოყვანი კაცი გამოვიყვანს თბილისში და დავნეწავთ ყველა თურქულ და ყველა ირანულ ბაიდო. ამიტომ ეს ჯერ
გვინდა რომ ჩვენ აგერ პოლიცია არ გინდა კონფლიქტი კანონში როგორც თურქს გვარეულებიან ქართულ ბარში არ შემოქმედებო საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი კაცი ყველგან უნდა შედიოდეს ეს ამბები ჩვენს დედაქალაქში 10 ნოემბერს ღამით ხდებოდა აქციის მონაწილეები ასეთი ფორმით აპროტესტებდნენ თბილისში არსებულ აზიურ ბარებში ქართველი მამაკაცების შესვლაზე დაწესებულ აკრძალვებს. მაშინ როცა ქართველი ქალების იქ შესვლა ნებადართულია. საღამო მშვიდობისა ეს დიდი პოლიტიკაა, მე ინგა გრიგოლია ვარ. ხვალ 22 საათზე იგივე საპროტესტო აქცია კიდევ ერთხელ გაიმართება. ეროვნული ფრონტი და ქართველ ნაციონალისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ შაბათის საპროტესტო აქცია გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება. ის რაც ჩვენს გარშემო ხდება დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. შაბათ საღამოს თბილისში ბართლომეს ღამეს გეგმავენ იმ თურქული და არაბული ბარების წინააღმდეგ, სადაც ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ და სადაც მხოლოდ ქართველი ქალების შესვლაა ნებადართული. საქართველოს ქართველებს არ შეიძლება საქართველოს ქართველების დაჩაგვრა. ქართველი მამაკაცების შეტევა თურქულ და არაბულ ბარებზე და პროტესტის უკიდურესად აგრესიული ფორმა, რომელიც საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადებით შაბათს ღამით კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ყველა თამოყარი კაცი გამოვიდა თბილისში და დავნეცავთ ყველა თურქულ და ყველა ირანულ ბარებს. პროსტიტუცია კონსტიტუციის და კანონს მიღმა, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, პროსტიტუციის ლეგალიზება თუ იმ ბარების აკრძალვა, სადაც მხოლოდ ქართველ ქალებს უშვებენ და კატეგორიულად არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს. რა პოლიტიკა უნდა გქონდეს სახელმწიფოს პროსტიტუციასთან დაკავშირებით, რომელიც აკრძალულია, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხდება და რამდენად ნორმალურია პროტესტის ის ფორმა, რომლითაც ქართველი მამაკაცების ერთი ჯგუფი ამ ყველაფერს უპირისპირდება. საქართველოში გაბატონებული ძალა უნდა იყოს ქართველი ერი და ვისაც ეს არ უნდა იმის დედა საღამოს 8-ზე დიმიტრი ლორთქიფანიძე, ამირან გიგუაშვილი, არჩილ გამზარდია, გიორგი ახვლედიანი, ავთოვარ სიმაშვილი, კახა კოჟორიძე, გოგა ხაჩიძე, ევგენი მიქელაძე, გიორგი გაბედავა, იუნა შაფათავა. მაშასე დავიწყოთ, როდესაც დღეს Facebook-ის გვერდზე ჩვენი დღევანდელი გადაცემა დავაანონსე და ახლობით ასეთი კომენტარები დაიდო: ჩემი ცადა დედამიწა, ჩემი ეკლესია, აქ ყველაფერი ჩვენია. ეს გამგებმა უნდა გაიგოს. ხმალს, რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა, ჩვენ კიდევ უფროავლესავთ. დოლარზე რომ გაიყიდება ქალი, ამას რზენია. მეც არ შევუშვებდი ქართველ მამაკაცებს. ჩვეულებრივი ბიზნესია. თავის დაზღვევის მიზნით არავის ჭირდება ფიცხი ქართველი კაცები. პრობლემა სახელმწიფო პოლიტიკაშია, რომელმაც თავის დროზე უზრუნველყო სექს ინდუსტრია საქართველოში იმ მოქალაქეებისთვის, ვის ქვეყანაშიც ეს აკრძალულია. ქართველი კაცების არ შეშვება, ეს თავად ქართველი ქალების მოთხოვნაა. რატომ უშვებენ მხოლოდ ქართველ ქალებს? ამას დიდი მიხვედრა არ უნდა. უნდა დაიხუროს ეს ბარები.
ესეთი ბარები სულ იყო და პროტესტი აქამდე არ მინახავს. ახლა რას ვაპროტესტებთ, რომ ჩვენ ქართველ მამაკაცებს არ გვიშვებენ, ისევ ჩვენი ქალების მოსაფერებლად და ასე შემდეგ. ეს იყო ის კომენტარები, რომელიც დღევანდელი გადაცემის ანონსს მოყვა Facebook-ზე. ამ Facebook კომენტარებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საქართველოსთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის ეს თემა ძალიან სენსიტიურია. რა ხდება აზიურ ბარებში და რას აპროტესტებენ ქართველი ნაციონალისტები? რატომ დაიგეგმა ხვალისთვის ეგრეთ წოდებული ბართლომეს ღამე და ვის წინააღმდეგ დაიგეგმა? რა პოლიტიკა უნდა გქონდეს სახელმწიფოს პროსტიტუციასთან დაკავშირებით და სინამდვილეში რა აბრაზებთ იმ ადამიანებს, ვინც ხვალინდელ აქციას გეგმავენ? ღამის კლუბების და კანონსა და კონსტიტუციის მიღმა არსებული რეალობა, რომელიც ყველა მიცის იატაკქვეშა პროსტიტუცია, თუ ის ფაქტი, რომ ქართველი ქალებისგან განსხვავებით ამ ღამის კლუბებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. დღეს წარმოგიდგენ დისკუსიას ბოლო დღეების ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან თემაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან. რამდენადაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში პროსტიტუცია აკრძალულია, ხოლო ქართველი მამაკაცების ნაწილი მათ არ შეშვებას ამ კლუბებში ქართველი კაცების დისკრიმინაციად მიიჩნევს. რა პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას, სადაც არა მარტო თბილისშია კანონს მიღმა არსებული პროსტიტუცია. განსაკუთრებით ეს თემა აჭარაში დგას ძალიან მწვავედ. უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, თავისუფლების დაცვის ცენტრის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი, პოლიტიკოსი გიორგი ახვლედიანი, პარლამენტარი გოგა ხაჩიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, რეჟისორი ავთოვარ სიმაშვილი, მსახიობი იუნა შაფათავა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეროვნული ფრონტი ქართულ ნაციონალისტთა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ევგენი მიქელაძე და გიორგი გაბედავა. სტუმრების ნაწილი სტუდიაშია, ნაწილი კი პირდაპირ ჩართვით შემოგვიერთდება. ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის შეკითხვა სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე დავსვით, რომელიც 10 ნოემბრის აქციაზე ისმოდა, უნდა დაიხუროს თუ არა აზიური ბარები საქართველოში, როგორც ამას ქართულ ახალგაზრდა მამაკაცთა ერთი ჯგუფი მოითხოვს. მე პირველი შეკითხვით გადავდივარ სწორედ საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ევგენი მიქელაძესთან. სტუდიაში მივესალმებით ჩვენ სტუმრებს და რამდენიმე წუთში შემოგვიერთდებიან ნანაჩენი სტუმრები. საღამო მშვიდობის, ბატონო ევგენი. მოგესალმებით, ქალბატონო ინგო. ძალიან მძიმე საყურებელი იყო ბევრი ადამიანისთვის ის კადრები, რომელიც ვიხილეთ ამ დღეებში. რეალურად ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მწვავე და ხმაურიანი თემა, რომელიც ბოლო დღეებში იყო განხილვის ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა. რას აპროტესტებთ რეალურად ქართველი ნაციონალისტები? იმას, რომ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ იმ ბარებში? მოგახსენებთ, ამ ინციდენტის გარშემო განვითარებული და გავრცელებული ხმები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არის დეზინფორმაცია. არავითარი კავშირი ჩვენს აქციას არ აქვს ეგრეთ წოდებულ პროსტიტუციის საკითხთან დაკავშირებით თუ ვიწრო გაგებით. ჩვენ ვართ ნაციონალისტები, ჩვენ პირველ რიგში ვაპროტესტებთ იმ სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმს, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის განმავლობაში დაამკვიდრა საქართველოში და ქვეყანაში შემოღებულია აზიის და აფრიკის 80 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი. შედეგად საქართველოში უწყვეტნაკადად ყოველდღე სრულდება რამდენიმე რეისი აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან და უწყვეტნაკადად შემოდიან იმიგრანტები და მკვიდრდებიან საქართველოში. და ამ კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული აქცია სწორედ ნიშნავს იმას, რომ მათ უკვე დაიწყეს საქართველოში ეთნიკური ნიშნით საკუთარი კლუბების შექმნა, დაიწყეს ეთნიკური და გენდერული ნიშნით ქართველების შევიწროება და დისკრიმინაცია. რაში გამოიხატება უკაცრავად ქართველების შევიწროება და დისკრიმინაცია? მათ უკვე საქართველოს მოქალაქეებზე დაიწყეს ცივი იარაღით გამოწევა და 26 ოქტომბერს ერთ-ერთმა აზიელმა მოქალაქემ ჩვენი ორგანიზაციის წევრი დაჭრა, მიაყენა 4 ჭრილობა, რომელიც დღემდე არის გამოუძიებელი. ჩვენ 1 ნოემბერს შევიტანეთ მთავარ პროკურატურაში განცხადება და არავითარი რეაქცია ამას არ მოყოლია და ჩვენ პირველ რიგში ვაპროტესტებთ სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმის გამკაცრებას. ასევე პირველ რიგში მოვითხოვთ ყველა იმ კლუბის დახურვას. არა აქვს მნიშვნელობა ეს რა კლუბი არის, ეს არის მაღალ აკადემიური დაწესებულება თუ ყველაზე უკანასკნელი დონის რაღაც დაწესებულება. ჩვენ იქ სადაც საქართველოში ნებისმიერი დაწესებულება სადაც იზღუდება და ხდება ქართველების ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, უნდა დაიხუროს. ჩვენ აღარ მოვითმენთ იმას, რაც ხდებოდა 20 წლის განმავლობაში დაწყებული მოქალაქეთა კავშირის პერიოდში, გაგრძელებული ნაციონალური მოძრაობის პერიოდში და ჩვენ ხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამაც 1 წლის განმავლობაში ბევრი ვერაფერი შეცვალა ეროვნული იდეოლოგიის კუთხით. კი ბატონო, მოდით ჩაგეკითხებით. საქართველოში დამკვიდრდეს ეროვნული იდეოლოგია პირველ რიგში
და ქართული ნაციონალიზმი ემსახურება სწორედ ამ მიზნებს. უკაცრავად, თუ შეიძლება თქვენ ბრძანეთ, რომ მიდის ქართველების დისკრიმინაცია, რაში გამოიხატება კონკრეტულად თუნდაც აი ამ ღამის ბარებთან, ღამის კლუბებთან მიმართებაში ქართველების დისკრიმინაცია. თუ შეიძლება რომ განგვიმარტო, მე მესმის თქვენ სავიზო რეჟიმზე საუბრობთ, მაგრამ თქვენი აი ეს შეძახილები საქართველოს ძახილით, ქართველობის ძახილით და ასე შემდეგ გაიმართა სწორედ აი ამ ერთ-ერთი ბარის წინ. ამას გეკითხებით, რაში გამოიხატება? ბატონო, გვიმეორებ, არა აქვს მნიშვნელობა, რა სახის დაწესებულებაა, ნებისმიერი სახის დაწესებულება, თუნდაც ეს იყოს საცურაო აუზი და თუნდაც ეს იყოს ნებისმიერი მაღაზია და ოფისი, სადაც ხდება ქართველების ეთნიკური და გენდერული ნიშნით არ დაშვება შეზღუდვა, ეს არის მიუღებელი და ამას ჩვენ დაუპირისპირდებით ყველანაირი გზით და ფორმით. რაც შეეხება უშუალოდ 10 ნოემბრის აქციას, ამ დღეს 10 ნოემბერს ეს სხვა ტელევიზიებმა არ გააშუქეს, მაგრამ ჩვენ მოვაწყეთ მსვლელობა ვაკის პარკიდან რუსთაველის ძეგლამდე აღმაშენებლის გამზირის გავლით და სწორედ ეს იყო პირველი ანტისაიმიგრაციო გამოსვლა და ასეთ მოვლენებს კი არ აშუქებენ, იქადაც თქვა ჭხუბი და დაძაბულობა, ამას აშუქებენ ტელევიზიები. აშუქებენ იმას, სადაც რა თქმა უნდა საინტერესო ამბავი ხდება, ასე რომ ტელევიზიები. მაგრამ მე გეკითხებით, რატომ მაინც და მაინც ამ ღამის კლუბებთან სცადეთ შესვლა პირადად თქვენ ან რომელიმე აქციის წევრმა და არ შეგიშვეს? გეტყვით. მე ჩვენ ასეთ მსგავს კლუბებში არ დავდივარ და არც გვაინტერესებს ასე თქვა გარკვეული კუთხით, მაგრამ Facebook-ზე და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ეგრეთ წოდებული კერძო დაცვის სამსახურის წევრები ადასტურებენ ამ ფარულ ვიდეო ჩანაწერში, რომ დიახ, ჩვენ ამ კლუბების ხელმძღვანელობისგან გვაქვს მითითება, რომ ეთნიკურად ქართველი მამაკაცები არ დაუშვათ ამ კლუბებში. რა თქმა უნდა, ჩვენი ანტისაიმიგრაციო აქციის შემდეგ სოციალურ ქსელებში დაანონსებული იყო სასტუმრო ივერიასთან აქცია ამ კლუბების დახურვის მოთხოვნით და ჩვენ შეუერთდით, რა თქმა უნდა, ამ აქციას, მაგრამ სანამ აქცია დაიწყებოდა, მოხდა ისე, რომ ჩვენი ორგანიზაციის ორი წევრი, როგორც ჩანს, კარგად არ იცოდა აქციას, სად მოსულიყო აქციაზე და ისინი პირდაპირ ჩავიდნენ იმ კლუბებში და შეეჩეხნენ იმ დაცვის წევრებს, რომლებიც მათ გაუსწორდნენ ფიზიკურად. სწორედ ეს დაპირისპირება მოყვა დაცვის წევრების მხრიდან ჩვენი წევრების ფაქტიურად ცემას და ფიზიკურად მათი მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას. და როცა ყისიერად გავრცელდა ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ მქონდა რეაქცია და ის დაძაბულობა გამოიწვია სწორედ ამან. და მე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთმა დაცვის წევრმა გააკეთა იარაღის ამოღების იმიტაცია და იქ მყოფებს დაემუქრა ფიზიკური განადგურებით. ეს ყველაფერი არის პოლიციაში შეტანილი და იმედია, რომ შესაბამისი გამოძიება შესაბამისად. მოდი, თუ შეიძლება თქვენი ნებართვით დარჩით ჩვენთან, მე სტუდიაში დავსვავ პირველ შეკითხვას, არჩილი ამბობდა ეხლა რაღაცას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართველების დისკრიმინაცია მიდის? როგორ გესმით ეს ყველაფერი? აი იმ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ეხლა ბატონი ევგენი საუბრობდა. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ეს 10 ნოემბრის აქცია იყოს სწორედ გამართული, მართალია იყო მსვლელობა, მაგრამ მთელი პიკი აი ამ აქციის და ქართველობის ძახილით იყო სწორედ ამ ღამის კლუბებთან. პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ დესტრუქცია არც ერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის. დესტრუქცია არის, როდესაც რაღაცა პირობა არ სრულდება, მაგალითად ვიღაცას არ უშვებ რაღაცა არასწორი ნიშნის გამო და მეორე, როდესაც ამბარის წინ დესტრუქციულ ქმედებას აქვს ადგილი. ამიტომ ცალსახად შევთანხმდეთ, რომ ეს დესტრუქცია არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ეს დესტრუქცია იყო აქციის წევრთა მხრიდან? დესტრუქცია არის ის, რაც დიალოგის რეჟიმიდან გადადის და შეიცავს რისკებს, რომელიც ადამიანის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას ემუქრება. მაგრამ მეორე საკითხი არის, რომ აქ არამხოლოდ ქართველობაზე არის ლაპარაკი, რომ მთლიანად ილახება მომხმარებლის უფლება. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მომხმარების უფლებები ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად დაცული მაინც არის და თუ კი არ წარმოადგენს მომხმარებელი კრიმინალს და ან არ არის სპეციალურ ეგრეთ წოდებულ შავსიებში, რომელიც ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს ხოლმე, ასეთ კლიენტთა შავი სიები, არ აქვს არავის უფლება ვიღაცა არ დაუშვა საკუთარ ორგანიზაციაში. ამიტომ ბუნებრივია, არაფრით შეიძლება იმის მიღება, რომ ვიღაცა მომხმარებელს არ უშვებენ ამ ნებისმიერ ბარში. მე და თქვენ ან სხვა ვივლით თუ არ ვივლით, ჩვენ უნდა გქონდეს ყოველთვის უფლება იმისა, რომ ნებისმიერი მოწადინების შემთხვევაში ასეთ ბარში თუ კლუბში შევალთ. ამიტომ ეს თავისთავად საკმაოდ რთული საკითხი არის და მეორე მომენტი, აქ იყო თქვა ზოგი ამბობდა, რომ აი ქართველი მამაკაცების კონფლიქტური ხასიათის გამო საერთოდ არა, მე ვკითხულობდი წეგან Facebook კომენტარებს. არის ეს აზრიც ტრიალის. სრულიად უსუსური არგუმენტია, იმიტომ რომ არსებობს 1000 რაღაცა ისეთი ფორმა, ჯერ ერთი თუ კი დესტრუქციით გამოდიან, არსებობს ადგილობრივი დაცვა, არსებობს სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს შეუძლიათ გამოიძახონ, ანუ
ის არგუმენტი რომ არ შეუშვა რაღაცა კონფლიქტური ბუნების გამო და ეს გადაიტანო ეთნიკურ საზომში, ანუ განაზოგადო რომ ყველა ქართველი კონფლიქტური, ყველა მამაკაცი არის კონფლიქტური. ეს არის არასწორი მიდგომა, აბსოლუტურად. ანუ რა არის ეს მითხარით? რა იუნა ამბობდა წეღა რომ მისი ინფორმაციით ეს პრობლემა არ დგას. ყოველ შემთხვევაში გადაცემის დაწყებამდე ასე თქვა რომ მას აქვს ინფორმაცია რომ ჩვეულებრივად შედიან. მოგცემთ სიტყვას, მაგრამ მანამდე დაასრულე. ძირითადად ყველა დაინტერესებული პირი, ანუ ჩვენ გვაქვს ხელზე ახლა ჩვენ ვცდილობთ ვიმსჯელოთ იმ მოცემულობით, რომელიც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ხელზე მოცემულობა, როდესაც პირდაპირ აცხადებენ, რომ ეთნიკური ნიშნის გამო ვიღაცას არ უშვებენ, მაგრამ არ გვაქვს ხელზე მოცემულობა, რომლის დროსაც ნაჩვენებია, რომ ვიღაცას ეს უფლება მიცემული აქვს. ამიტომ რაც გვაქვს ხელზე, იმით ვიმსჯელოთ, ბუნებრივია რა. მეორე მომენტია, მე ვფიქრობ, რომ აქ ცოტა უფრო შორეული პროვოკაციების ადგილი ხარ, არც რამდენად სწორად წავიყვან აზრს, მაგრამ აი მინდა რაღაცნაირად გამოთქვა, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში აქ გვაქვს საქმე ერთი მხრივ ის, რომ რაღაცა მე არ მინდა გამოვყოთ ჩვენ ცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც საქართველოს მოქალაქეს ვაღიარებთ და არა ეთნიკურ ან რელიგიურ ან სხვადასხვა საზომებს, მაგრამ მეორე მხრივ მთელი რიგი სივრცეებისა და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ჩვენი უფლებადამცველობის სივრცეებისა, რომელიც ასე ვთქვათ ქართული კანონმდებლობითაც იღებენ დამატებით ძალას ხოლმე, მუშაობენ რატომაც ძირითადი მოსახლეობის წინააღმდეგ, ან მათი ფასეულობების წინააღმდეგ და ამიტომ სულ არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული თუნდაც სხვა ეთნიკური ჯგუფები წახალისებულები იყვნენ ჩვენ საწინააღმდეგოდაც, იმიტომ რომ მათ გარკვეულწილად არ აქვთ რაღაცა ქცევის სივრცე შემუშავებული. მათ არავინ არ ასე თქვა სჭირს. მეორე მომენტია, როდესაც არ ვიცი შეიძლება მსჯელობა დღედა, შეიძლება არა, მაგრამ ჩვენ პოზიციას გაგიზიარებთ. ჩვენ წინა ხანებში არაერთხელ შევხვდით მოვლენებს, რომლის დროსაც ეგრეთ წოდებულ რელიგიურ კონფლიქტებს დასაღებდნენ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კამპანიის ფარგლებში შეიძლება ეს განვიხილოთ, იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში რელიგიური კონფლიქტის აქტი არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხო რაღაცა და შესაძლებელია ამ მიმართულებით. ან მაგათ ნებისმიერი ტიპის ივენთ მენეჯმენტში არის აღიარებული ასეთი ჩვეულებრივი სტანდარტი, რომ გადადის ერთი, როდესაც რაღაცა საპილოტო პროგრამა ვერ მუშაობს, გადადიან სხვა ნიშნებზე. ამიტომ თუ კი აქ არის ჩვენ ჩავთვლით და მე ვთვლი, რომ ეს რელიგიური ფსევდორელიგიური კონფლიქტები არის ხელოვნური პროვოკაციები და აქედან გამომდინარე ვერ შედგა ეს, იმიტომ რომ მიმართავდნენ ეკლესიის წინააღმდეგ, ჩადიოდნენ სასულიერო პირები, აგვარებდნენ პრობლემებს და თვითონ იმავე სხვა რელიგიის წარმომადგენლებს სასულიერო პირებთან მეტად ერჩივნათ ურთიერთობა, ვიდრე არასამთავრობო სივრცესთან. ამიტომ არ გამოურიცხა, რომ ეს ყველაფერი იყოს ამ კამპანიის ნაწილი და რელიგიური ნიშნი და ნახლა უკვე ეთნიკურ ნიშანზე იყოს აქცენტი გადატანილი. და აქციის წევრები ვერ ხვდებიან ამას. წევრები, იცით რა არის, ჩვენ მოქმედებთ ხშირ შემთხვევაში ისეთ, აი თქვენ ახსენეთ ძალიან საჭირო სიტყვა, სენსიტიური. ჩვენ ხშირად ჩვენი ქცევა არის წარმოდგენილი ჩვენი სენსიტიური განცდებიდან და არა რაციონალური გარჩევებით. მოდით, მაშინ ვიდრე იუნას მივცემ სიტყვას და დანარჩენ სტუმრებს სტუდიაში ისევ ბატონ ევგენის მინდა მიუბრუნდე. ძალიან სერიოზულ თემას შეეხო ახლა არჩილ გამზარდია რა სიტყვით, ანუ ეთნიკური კონფლიქტის ხელოვნურად, აი რაღაცნაირად ხელოვნურად პროვოცირება თქვენი მხრიდან. თუ აცნობიერებთ, რომ შესაძლებელია ეს მივიდეს აქამდე? მოგახსენებთ, ჩვენ ყველაფერს ვაცნობიერებთ ძალიან კარგად და ეს პირველ რიგში უნდა გაეცნობიერებინა ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც 9 წლის განმავლობაში გამოაცხადა ეგრეთ წოდებული ღია კარის პოლიტიკა, შესაბამისად ქვეყანაში არის უწყვეტნაკადად შემოდინება აზიელი და აფრიკელი მოქალაქეების, რომლებიც იკავებენ იმ 1,5 მილიონი ქართველი მოქალაქის ადგილს, რომლებიც გასული არიან მთელ მსოფლიოში. შესაბამისად საქართველოში იცვლება დემოგრაფიული სიტუაცია და ქართველები შესაძლოა აღმოჩნდნენ ეთნიკურ უმცირესობაში. და ეს პოლიტიკა ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცხადებულ და ანგაჟირებულ და ყბადაღებულ სინგაპურიზაციის პოლიტიკას, სადაც ზუსტად არის მულტიეთნიკური საზოგადოება, სადაც ზუსტად ადგილობრივი მოსახლეობა შემცირდა 10%-მდე, სადაც შემოიღეს 5 სახელმწიფო ენა. მოგეხსენებათ ლაზიკაში და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ იყო იქ ინგლისური ენის დამკვიდრება და 9 მილიონიანი ქალაქის მშენებლობა, სადაც რა თქმა უნდა სხვადასხვა ეთნოსების მოზღვავების ხარჯზე უნდა მომხდარიყო ეს და სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის შედეგი და როცა ჩვენ საუბრობთ რაღაც კოჰაბიტაციებზე და შენდობაზე ერის მოღალატეებს და ერის მტრებს არავითარი შენდობა არ ექნებათ. ანუ ის რომ ქართველ ქალებს უშვებენ და არა ქართველ მამაკაცებს, ესეც ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში არ არის უშუალოდ მხოლოდ კლუბებზე, მე ვამბობ ზოგადად. არა, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ დღეს ორი თემა უნდა გავშალოთ. აი, იმიტომ რომ მოდით ახლა სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ის რამაც გამოიწვია თქვენი აქციის წევრების გაღიზიანება, ის განცხადებები მე ჩემ თავს ვერ მივცემ იმ განცხადების გამეორების უფლებას.
განსხვავებას, მაგრამ ქართველ ქალებთან დაკავშირებით იმ დროს, როცა ქართველ მამაკაცებს იქ არ უშვებდნენ და ისინი ადვილად მიღწევადები რომ იყვნენ აზიელებისთვის, ანუ ეს არის ნაციონალური მოძრაობის დამსახურება, თქო ამას გეკითხებით. გიპასუხებთ. ეს მათი გათავხედება, ამ იმიგრანტების გათავხედება და უკვე ის ფაქტი, რომ ისინი ეთნიკური ნიშნებით ქმნიან კლუბებს და ქართველებს უწესებენ შეზღუდვებს, ესაა სწორედ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი პოლიტიკის შედეგი. გეტყვით, დავასრულებ თუ შეიძლება. დავასრულებ, იმიტომ რომ ხდება გარკვეული ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია და დავასრულებ რა. აქ პრობლემა დგას უშუალოდ კერძო დაცვის, რომელიც უსწორდება ხშირ შემთხვევაში ეთნიკურად ქართველ ადამიანებს და ჩვენი მთავარი პროტესტი გამოიწვია და დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ სწორედ ჩვენ ორ წელს ისინი გაუსწორდნენ ფიზიკურად და თავის დაუნებურად ქართველი მამაკაცი, რომელიც ქართველ სხვა თავის თანამემამულეს არ უშვებს და ამ დროს უშვებს ქართველ კალბატონებს გარკვეულ დაწესებულებაში, ეს უკვე მათ კაცობაზეც მეტყველებს. მათ კაცობაზე და ისინი მონაწილეობენ. მე ერთ რამეს აღვნიშნავ, კერძო დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს აუცილებლად, რადგან ისინი მონაწილეობენ კრიმინალში და ეს კრიმინალი მდგომარეობს იმაში, რომ ამ დაწესებულებებში ირღვევა კონსტიტუცია. კონსტიტუცია იმის შესახებ, რომ დაუშვებელია დისკრიმინაცია ეთნიკური და გენდერული ნიშნით. კი ბატონო, დიდი მადლობა. მოდით ეხლავე მოგცემ სიტყვას, თუ შეიძლება ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობდა ეხლა ბატონი ევგენი გოგა ხაჩიძეს მინდა დაუსვა შემდეგი შეკითხვა და შემდეგ სტუდიაში გადმოვინაცვლებ. მაშასე არ ვიცი ისმენდით თუ არა ბატონო გოგა, ეს ყველაფერი არის იმ 9 წლიანი მმართველობის შედეგი, ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ აქციის, რომელიც 10 ნოემბერს გაიმართა, რომელიც გაატარა ნაციონალურმა მოძრაობამ. რა სიტყვით? მოგესალმებით. ამ ბრალდებაზე ხა ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ალბათ კიდევ რაღაც პერიოდი ყველაფერი რაც კი მოხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პლანეტაზე, ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობას დაბრალდება. ეს ცალკე თემაა და არ არის სერიოზულად საუბარი. რაც შეეხება იმ პრობლემას, რომელსაც ჩვენ თვალწინ ვითარდება და ხდება, მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე ასპექტი აქვს. ცოტა ისე ზედაპირულიც და ღრმაც ალბათ. იცით, არსებობს სხვადასხვანაირი ქვეყნები. არსებობს ქვეყნები, სადაც მაგალითად ქალბატონები ჩადრებით დადიან და არსებობს ქვეყნები, სადაც პროსტიტუცია ლეგალურია. ჩვენ რა გზას ავირჩევთ და კანონით რას განსაზღვრავთ, მაგაშია საქმე. მე ვფიქრობ, რომ აქ ორ პრობლემასთან აქვს საქმე. ერთი ის, რომ ზოგადად კანონის უზენაესობა ამ ნაწილშიც უნდა იქნას აღიარებული, იყოს აღიარებული და მე ბუნებრივია გამიშთა კითხვა სად იყო ამ დროს სახელმწიფო, როდესაც ასეთი რამე ხდებოდა და იგეგმება პლუს ამას იგივე ბართლომეს ღამე წოდებული, თუ არ ვცდები ხვალ. ეს ერთი ნაწილი და მეორე კანონი რამდენად შესაბამისობაშია რეალობასთან. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ რაღაც თავს ვიტყუებთ ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება სულ რაც კი ვარსებობთ. ჩვენ გვინდა რომ საბჭოთა კავშირით ვთქვათ ასე რომ ყოველ შემთხვევაში თავი ისე გვიჭიროს რომ არც საქართველოში არსებობს სექსი, პროსტიტუცია აკრძალულია კანონით და მეორე მხრივ პროსტიტუცია არსებობდა და იარსებობს კიდეც. მე ასეთი ეჭვი მაქვს, საკმაოდ ჩემთვის დასაბუთებული. ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა, ასე ვთქვათ, ქალბატონებმა ჩადრებით ისეინონ და არსებობდნენ ვიღაცა სხვა ესეთ აბსტრაქციული ვიღაცეები, რომელთანაც რაღაცა მომსახურებას ზოგადად ვსაუბრობ, საზოგადოება მომსახურებას გაგვიწევენ. ასე ვთქვათ, შეიძლება ცოტა უხეშად გავონდის, მაგრამ რაღაცნაირად ციტირებ კიდევ გონია. ასე ფარისევლურად და თავის მოტყუებით თუ დიდხანს ვიცოცხლებთ, მუდმივად იქნება ეს პრობლემა. თუ კანონი არ იკანონებს და სახელმწიფო არ იტყვის რა უნდა და ეს ჩვენს გვეხება, ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 9 წელი ეს კანონი მოქმედებდა და თქვენ დროსაც არ ყოფილა ლეგალიზებული ეს თემა და იყო იატაკქვეშ, თუმცა ყველამ ვიცოდით ყველა წერტილი სად რა ხდება. პირადად ჩემი აზრია, რომ გარკვეული რეგულაციები უნდა მოხდეს და მე ზოგადად ლიბერალიზაციის მომხრე ვარ ამ სფეროში, როგორც არ უნდა გაწიწმოდეს ვიღაცა და არ რაღაცა გადმოფინოს ჩვენი განსაკუთრებული ქართული მეობა და კაცობა. ძალიან მაინტერესებს იმ აქციის მონაწილეებიდან რამდენს აქვს საერთოდ ნასარგებლი აი ამ მომსახურეობით, არა იმ კონკრეტულ ბარში, არამედ ზოგადად. და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველას და მე ვფიქრობ, რომ ერთი კითხვა რო დავსვათ და შემდეგ მეორე უკვე იმდენად ჩიხში არიან, რომ იწყება იქ უკვე რაღაცა ისეთი ემოციური ასე ვთქვათ და სხვა თემებზე აპელირებები ჩვენს განსაკუთრებულ იდენტობაზე, ჩვენს ქართულობაზე, მეობაზე, კაცობაზე და ამ შემდეგ. თუმცა ძალიან სასაცილოა იგივე დავუშვათ ის მომენტი, როდესაც
რაღაცა ადამიანთა რაღაც ჯგუფი შეიძლება ძალოვანი სტრუქტურა იყოს, მაგალითად დღევანდელი ფაქტი გამახსენდა. დღეს საღამოთი პროსტიტუტკებს ეგრეთ წოდებულს უკაცრავად კიდევ ამ გამოთქმისთვის დააკავეს და მეორე საღამოთი სხვა მსგავსი ადამიანების მომსახურებით სარგებლობს. თავს ვიტყუებთ ინგა რა თქმა ამას დიდი ფაქტები და რომელი ძალიან მაინტერესებს იმ ადამიანებს რომ კითხო რომ აი რა საკეთებენ ამ მიმართულებით ყოფილან თუ არა როდისმე ამ მომსახურების ბჭყალებში მსხვერპლი რა სიტყვიან რა პასუხს გასცემენ ამ ყველაფერზე აქ მე მგონი რაღაცა გაორება ისევ და ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე რომ რაღაცა ყველაფერი ერთად შეიძლება შურით, შეიძლება რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, მეორე მხრივ რაღაცა იდენტობის, რაღაცა ზედმეტად ემოციური განცდა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, მე ისევ დასაწყის დაუბრუნდები, როგორი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, კანონმა უნდა თქვას, რომ აი ასეთი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ და დავემორჩილოთ კანონს. თქვენ მომხრე ხართ ლეგალიზაციის. იცი რა, მე მომხრეო ყველაფერი იმის, რაც არსებობს და არ ვაღიარებთ და თავს ვიტყუებთ. პროსტიტუცია საქართველოში ყოველთვის არსებობდა. გამოვიდეს ვინმე და თქვას რომ ეს ასე არ იყო დღესაც არსებობს და მომავალშიც ძალიან დიდი და დასაბუთებული ეჭვი მაქვს რომ იარსებობს ჩვენ თუ ამას ავგრძალავთ და რაღაცა თავის მოტყუების პოზაში გადავალთ მაშინ ხშირად მოხდება აი მსგავსი ინციდენტები როგორცაც ქონდა ადგილი და ექნება კიდეც ძალიან დიდი მადლობა თქვენი ოპონენტების ხედან სტუდიაში ბატონო დიმიტრი მოისმინეთ საუბარი რა პოზიცია ბატონი გოგასი იგი ამბობს რომ მე მომხრე ვარ ეს კითხვა უნდა დაგისვათ შემდეგ თითოეულ თქვენგანს მე მომხრე ვარ იმ ყველაფრის რაც რეალურად არსებობს გისმენთ მე მართალი გითხრათ კარგად ვაცნობიერებ ხა რომ პროსტიტუციაზე საუბარი ეს არის პრობლემის ერთი ძალიან პატარა სეგმენტი ზედაპირული ის რაზეც შეგვიძლია ძალიან ისე ხანმოკლე პერიოდი და კი მაგრამ ეხლა ამაზე მიპასუხეთ და შემდეგ იმ თემაზე რაც უკავშირდება ეთნიკურ საკითხებს გოგას მინდა გამოვეპასუხე ხმან ესეთი რამ თქვა რომ არის ქვეყნები სადაც ქალბატონები დადიან ჩადრით არის ქვეყნები სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია ჩვენი არჩევანი ჩვენი გასაკეთებელი არჩევანი ჩვენ რა მიმართულებით წავალთ მე მინდა მას შევახსენო როგორც პარლამენტის წევრს რომ საქართველოს დღის მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არჩევანი გაკეთებული აქვს პროსტიტუცია არის ნაწილობრივ კრიმინალიზირებული სისხლის სამართლის წესით ისჯება და მინდა გითხრათ რატო ვაკეთებ ახლა ამ განცხადებას და რა კავშირი აქვს ამას გადაცემის დასაწყისში მითითებულ გარემოებებთან რომ პროსტიტუციის ბუდის მოწყობა ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით ხოლო პროსტიტუციაში ჩართვა და პროსტიტუტკობა ასე ვთქვათ ან მარტივი პოპულარული ენით რო ვთქვათ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა შესაბამისად თუ დღესდღეობით ლაპარაკია იმაზე რომ გენდერული ნიშნით არ ხდება რომელიმე ღამის კლუბში აქ არ აქვს მნიშვნელობა ამ ეტაპზე ვის მიერ არის დაფუძნებული ეს კონკრეტული კლუბი არ ხდება თქვა შეშვება გენდერული ნიშნით თქვა მამაკაცების და მხოლოდ ქალბატონებს უშვებენ აი კახური ლოგიკის არ იყოს ყვითელია მრგვალია ესე იგი ლიმონია და შესაძლოა ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით რომ ეს არის სწორედ პროსტიტუციის ბუდის პოტენციური ადგილი სადაც აი ამ პროსტიტუციას აქ არის შესაბამისად მე ვფიქრობ რომ აქ სანამ ბართლომეს ღამეს გამოაცხადებს ვინმე და ეს არის ძალიან ემოციურ ფონზე ნათქვამი სრულიად არასერიოზულად ახმადეთ ჩემთვის იმიტომ რომ არასერიოზული იყო ის აქცია რომელიც თქვენ ნახეთ კაცო ამას გეუბნებით სანამ ვინმე ბართლომეს ღამეს გამოაცხადებს მანამდე სამართალდამცავ ორგანოებს აქვს პირდაპირ ვალდებულება რომ მსგავსი დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაიწყონ ოპერატიული მოკვლევა ადგილებზე შეამოწმონ სიტუაცია ზუსტად ისე როგორც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უწყებამ გუშინ აჭარის ტერიტორიაზე ჩაატარა წმენდა რეიდი უბრალოდ ოპერატიული რეიდი რის შედეგადაც გამოვლინდა 8 თუ 10 დაწესებულებაში პროსტიტუციის ბუდის მოწყობის ფაქტები თუ კი იგივე მონდომებით ჩატარდება აღნიშნული ღონისძიებების სერია აღმაშენებლის გამზირზე არის ძალიან მაღალი ალბათობა იმისა რომ მსგავსი ბუდეები აქაც გამოვლინდება და დღეს არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე ბატონ გოგას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენი არჩევანია გასაკეთებელი საით წავალთო არჩევანი გაკეთებულია დღეს საკანონმდებლო აქტითა და მისი მოქმედების მდგომარეობით ამიტომ კანონმდებლობა მოითხოვს რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და შინაგან საქმეთა ორგანოებმა
დღესვე დაიწყონ მოქმედება ამ მიმართულებით. ეს რაც შეეხება აი ამ კი ბატონო, შემდეგ მეორე ნაწილსაც უნდა შევეხოთ ეთნიკური მინდოდა მეთქვა რა გაკითხენ ორჯერ ჩართეთ ბატონი ევგენი მიქელაძე მინდა გამოვხატო მის მიმართ ღრმა პატივისცემა სხვათა შორის გამომდინარე იქიდან რომ ეს ადამიანი ამ შემთხვევაში ამ პროსტიტუციის საკითხებს არ ეხება. ეს ადამიანი ეხება სწორედ აი იმ რემბრენდინგის საკითხებს, რომელიც საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტმა 2-3 წლის წინ გამოაცხადა, გადანახული ქვეყანა რომ შენთვის გაიხარჯოს. უკაცრავად, მოდით რა, ყველაფერს დავარქვა თავისი სახელი. მე შემთხვევით არ გაუშვი ის ვიდეო დამონტაჟების გარეშე. ეს არ იყო ჩვენი ტელევიზიის გადაღებული, იყო ITV-ში და მიუთითეთ ვისიც იყო, იმიტომ რომ ყველას მოგვესმინა იქ რა იყო გაჟღერებული. ძალიან დიდი გოდეში. მოდით დავარქვა ყველაფერს, მაგრამ ევგენი მიქელაძე ამ შემთხვევაში თავის საკუთარ გამონათქვამებზე აგებს პასუხს და მე მისგან რაც მოვისმინე, ჩემთვის როგორც პრობლემა, ასევე არის ძალიან აქტუალური. ის რომ ღია კარის პოლიტიკას ახორციელებდნენ ნაციონალები. ის რომ კულტურათა დიალოგიდან დღეს ვღებულობთ მულტიკულტურულ ეთნიკურ თანაც კულტურულ საზოგადოებას. ის რომ დღეს ნაციონალური ინტერესი აბსოლუტურად იგნორირებულია, ის რომ დღეს იმიგრანტთა რაოდენობა ზღვარგადასულ, ასე ვთქვათ, რაოდენობას აღწევს ქალაქის ქუჩებში და ჩვენ არ ვიცით, არსებობს რატომ არ არის დღემდე 1 წლის თავზე ახალი ხელისუფლების მოსვლიდან საიმიგრაციო კვოტები შემუშავებული. არ ვიცით რატომ არ მუშაობს საიმიგრაციო სამსახური ქვეყანაში, ხო მიუხედავად დაპირებებისა, რომელიც უხვად რიგდებოდა 1 წლის წინ. აი ამაზე უნდა ვისაუბრო. კარგით, გოგა არის ისევ ხაზზე და შემდეგ კვლავ სტუდიაში გადმოვალ და კახა კოჟორიძესთან მექნება ასევე შეკითხვა. გოგა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და ისევ სტუდიაში. ბატონ დიმიტრის მინდა უთხრა, რა თქმა უნდა ვიცი, რომ ეს საკითხი რეგულირდება, მე საკითხს შევხედე ასე ვთქვათ, იმ თვალსაზრისით, რომ მომავალში თუ ჩვენ გავაგრძელებთ თავის მოტყუების პოლიტიკას, ზოგადად საზოგადოება და სახელმწიფო, მაშინ გაგრძელდება ეს პროცესები მეთქი. თუ არ და მე უბრალოდ არ მინდა თავის მოტყუების რაღაცა პოზაში ჩავდგე და ვთქვა, რომ დიახ, კანონი არსებობს, ეს კანონი ვერ მუშაობს. არ მუშაობდა, არ მუშაობს. ამაზე ვისაუბროთ, გოგა და არა იმაზე მომავალში რა იქნება. მაგ თვალსაზრისით თქვი მე რომ მომავალში ჩვენ გვექნება არჩევანი გასაკეთებელი. თავს ვიტყუებთ და ვამბობთ იმას, რომ საბჭოთა კავშირით საქართველოში სექსი არ არსებობს, თუ შევხედავთ სიმართლეს თვალებში. ბატონო გოგა, თქვენ ხართ კანონდებელი. თქვენი პირდაპირი მოვალეობაა დააწესოთ კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. თავს თქვენ თუ იტყუებთ, ჩვენ თავს არ მოვიტყუებთ, იმიტომ რომ თქვენ თუ ვერ ახორციელებთ უფლებამოსილებას, ეს თქვენი პირდაპირი პრობლემაა. მე მგონია რომ ეს კანონი არ სრულდება საქართველოში, ვერ სრულდება, არ სრულდება, არ ვიცი როგორც გნებავთ და ყოველთვის ექნება ამ კანონის შესრულება, ამ კანონის შესრულებას პრობლემა და ამიტომ ვფიქრობ, რომ თავს ვიტყუებთ. მე გუშინ აღასრულეს ეს კანონი აჭარის ტერიტორიაზე, შესანიშნავი. ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ, რომ მე სხვა პოზიციას ვიზიარებ ამ კანონთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ დასარეგულირებელია და სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში. კი ბატონო, მოდით გიორგი ახვლედიანს მივცემ სიტყვას ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც თქვენ მოგინდება ჩართვა, თქვენ პირდაპირ ხაზზე ხართ ბატონო გოგა. განაგრძეთ თემა არის ძალიან მწვავე, რომ გადახედოთ ინტერნეტ საიტებს, სოციალურ ქსელებს, ისე უბრალოდ სახლებში სალაპარაკო თემაც კი ეს არის, რომ რა ხდება თბილისში, სადაც არ უშვებენ ქართველ კაცებს და უშვებენ ქართველ მანდილოსნებს. რა თქმა უნდა, ერთუშეულად ძალიან აქტუალური თემაა და თემა არის ძალიან მრავალმხრივი. ესეც წარმოჩინდა. თემა არის აქ ამ შემთხვევაში საიმიგრაციო პოლიტიკის პრობლემა, ზოგადად პროსტიტუციის ლეგალიზება, არალეგალიზების საკითხი. თქვენ როგორ უყურებთ ამას? მე გოგას ნათქვამზე მინდა, უბრალოდ ნათქვამი მინდა გავაგრძელო, ნუ დავხუჭავ თვალებს იმაზე, რაც არსებობს. ისეთ ხა იყო ნათქვამი, რომ უნდა მოხდეს ლეგალიზება იმისი, რაც არსებობს. ესეთ ადამიანები ერთმანეთს კლავენ აბელიდან და კაინიდან მოყოლებული, მაგრამ შესაბამისად ამას ვერასოდეს ვერ ლეგალიზებას ვერ გავაკეთებთ. ამისას მიუხედავად იმისა, ეს ყოველთვის ხდება და მომავალშიც მოხდება სამწუხაროდ. რაც შეეხება პროსტიტუციის საკითხს და მის ლეგალიზებას, ჩემი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანია. პროსტიტუცია ყოველთვის იყო, არის და სამწუხაროდ ალბათ იქნება კიდევაც. მაგრამ ლეგალიზებით ამ პრობლემის მოგვარება ჩემი საზრით არ არის გამართლებული, თუნდაც იმიტომ რომ ლეგალიზება ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მის მასშტაბებს გაზდის. შესაბამისად ეს ის მიმართულება, რომელიც აუცილებლად მის მასშტაბებს გაზდის. შეამცირებს უარჩილიამ.
არავის აფსას შეამცირებს ლეგალიზება მოახდეს თუ მისი შეიძლება, ჯერ მასშტაბების ყველას გაზდას სტუმარს ამ მინდა შემთხვევაში და ნამდვილად არ შეამცირებს ყოველ შემთხვევაში არც ერთი მაგალითი იმისა რომ ყველგან ლეგალიზებული პროსტიტუცია სადაც არის იქ შემცირდა დიდი მასშტაბით შეგვიძლია თქვა მას რაშია გამის ჩვენ ხო ყველა ვიცით გიორგი მე და შენ არაერთხელ ყოფილვართ ერთად აჭარაში სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩვენ გვიყვებოდნენ ხოლმე ამ თემაზე ლოგიკური პასუხი გასცა და ძალიან კონკრეტული რომ ამ შემთხვევაში თუ უნდა არსებობდეს კონკრეტულად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება იმისა რომ თუნდაც ის საკანონმდებლობაზე რომელიც დღეს არსებობს და მოქმედებს ის იყოს ბოლომდე პატიოსნად პოლიტიკური სრული ნებით ანუ დაიხუროს, იყოს დასჯადი, იყოს გაკონტროლებული ბუდე, როგორც ამას ქვია, ის ბუდე უნდა მოიშალოს და ამ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს საშუალება ამ პროცესის განხორციელებას. ეხლა ამას უამრავი სხვა პრობლემა აქვს. პრობლემა აქ იწყება იმ მდგომარეობით, რომელშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა. ეს არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ძალიან სერიოზულად ხელს უწყობს ზოგადად პროსტიტუციის, ასე ვთქვათ, გავრცელებას. იმიტომ რომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ძალიან რთულად ახალგაზრდა გოგონებს, ძალიან რთულად თუ აქვთ იმის შანსი, რომ ელემენტარულად მოიპოვონ სარჩოსაბადებელი, ძალიან რთულად აქვთ შანსი იმისა, რომ თუნდაც უცხოეთში წავიდნენ და მომვლელებად იმუშაონ. ეს ძალიან რთულია საქართველოში. და შესაბამისად ძალიან ხელისშემწყობია ამ თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, პროსტიტუცია საქართველოში ზოგადად ეს ბიზნესი არის ძალიან იაფი. ქართველი ქალბატონები და ქართველი გოგონები, ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც თვით გადარჩენისათვის მისდევენ აი ამ ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ მომუშევრები არიან, ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ მათ ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს და ხშირ შემთხვევაში იმიტომაც რომ თუნდაც იგივე თურქეთშიც კი ვეღარ გადადიან. ივაჭროს სხეულით. და შესაბამისად მათი აი ეს მომსახურება საერთაშორისო ბაზრის გათვალისწინებით არის ძალიან იაფი. კი ბატონო. 50 $, მსოფლიოში არ არსებობს. ხო რა იცით ფასე? ვიცით, იმიტომ რომ ამაზე ყველანი საუბრობენ, ამაზე ყველანი ერთმანეთს ესაუბრებიან, ეს ის თემა, რომელიც ხშირად არის განხილვის საგანი ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოზე მოფიქრალ მამაკაცსა თუ ქალსა შორის. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს 10 წლეულებია დგას ეს პრობლემა და სამწუხაროდ ალბათ კიდე მომავალშიც იდგება, მაგრამ იატაკქვეშა იყო ყოველთვის და იქნება კიდეც, ასე იქნება. ამას ემატება მეორე ძალიან რთული პრობლემა. იგივე ის პრობლემა, რასაც თუნდაც იგივე ბატონი ევგენი საუბრობდა, სრულიად უკონტროლო ემიგრაციაზე, გადაცემის მეორე ნაწილში ეთნიკურ თემაზე. არა, ეთნიკურ თემას არ ვეხები ამ შემთხვევაში. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში გამოცხადებული წლების განმავლობაში როგორც ტურისტულად მიმზიდველი სახელმწიფო საბოლოო ჯამში წავიდა იმ მიმართულებით, რომ საქართველო გახდა მიმზიდველი მთელი მსოფლიოსთვის უპირველეს ყოვლისა არა იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც საზღვაო ტურიზმს მაგალითად განავითარებს, ან მაგალითად მთის ტურიზმს განავითარებს და ხალხი ჩამოვა, დავარცხნილი ევროპიდან რომ ნახოს ნამდვილი ბუნება, თქვა და საქართველოს ჯერ კიდევ გვაქვს. არამედ განვითარდა სექს ტურიზმი. იმიტომ რომ ძალიან იაფია საქართველოში ეს პროდუქცია, ამიტომ იმ ქვეყნებიდან როგორც ვთქვათ, სადაც ეს ყველაფერი ძალიან გაცილებით მკაცრად არის შეზღუდული და ან კიდე ძალიან ძვირია, ძალიან ადვილად მოედინება ამის მსურველი დამსაქმებელი და ინვესტორი მსგავსი ბიზნესის დასაფინანსებლად საქართველოში. და შესაბამისად, აქ თუ გაკონტროლდება ის, რომ მიგრაციის პოლიტიკის თვალსაზრისით ელემენტარულად გაკონტროლდება, რომ ეს ასე მარტივად შემოსვლა არ მოხდება და ელემენტარულად გაკონტროლდება ის, რომ საქართველოში ამ მიმართულებით თავარი გასამრჯელოს მოპოვების საშუალება უამრავი გოგონასათვის ეს არ იქნება. ამ შემთხვევაში მოვაგვარებთ ამ პრობლემას და არა ლეგალიზებით ამის შემცირებას. მოდით იუნას ბატონ ავთოს და შემდეგ ბატონ ამიანს მინდა ვთხოვო პასუხი და ჩავთავთ კახა კოჟოიძეს სამართლებრივი კუთხით. რა სიტყვით თქვენ? აი თემა რომელიც არსებობს, თემა რომელიც ვიცით ყველამ, თემა რომელზეც ლაპარაკობს ყველა და აგერ ფასებიც კი არის ცნობილი, როგორც ჩანს და ყოველი წერტილი, სადაც შეიძლება რომ ასეთი საქმიანობით დაკავდეს მამაკაც თუ ხალი და ჩვენ დღეს რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ლეგალიზაციაზე ამის თუ პირიქით? აი იკრძალულია აჭრელებული და სოციალური ქსელები ერთმანეთში საუბარს თავიდან. კი ბატონო. დიდი მადლობა ქალბატონო ინგა, რომ ასეთი სერიოზული მამაკაცების საზოგადოებაში აღმოჩნდა ეგრევე დისკუსია წარიმართა იმ მიმართულებით, რომელიც არ ჩანდა დავუშვათ აქამდე და არავინ არ აკეთებდა აქცენტებს. მე უბრალოდ კითხვა მაქვს როგორი თქვენთან. ჩვენ რას განვიხილავთ ვიდეოდან გამომდინარე, მე უფრო ეთნიკური პროვოკაციის რაღაც პრობლემას ვხედავ, უფრო ვიდრე რაღაც სხვა საკითხების. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა ამ ვიდეოს მიღმა, კი ეს თქვენი პოზიცია. ძალიან ბევრმა ამ ადამიანმა დაინახა
ამის მიღმა სწორედ კომპლექსური პრობლემა, რომ აქ არის ორი თემა ერთობლივად. ერთი ნომერი პირველი დაუშვათ ის ეთნიკური დისკრიმინაცია, რაზეც ბატონი ევგენი საუბრობდა და მეორე პროსტიტუციის თემა, რომელიც არსებობს რეალურად. უბრალოდ შეიძლება ვინაიდან მე თქვენს გარდა თქვენ წამყვანი ბრძანდებით აქ ვარ ქალი, მინდა მაინც აქცენტები გადავიტანო იმ მიმართულებით, რომელიც მე მადარდებს როგორც ქალს საქართველოში. მე ამ შემთხვევაში ამ ჩვენი ვიდეოდან გამომდინარე ბატონი გოგას გამოსვლებიდან და ევგენის გამოსვლებიდან ვხედავ ბევრ პრობლემას. ჩამოვწერე კიდევაც, მაგრამ არ ვიცი როგორ ჩამოგიყალიბოთ. ჯერ ერთი. მოდით დავიწყოთ იქიდან, რამდენი წამი მაქვს დრო არ ვიცი. ძანეთ, კლუბებში შესვლა. კლუბები ეს არის კერძო საკუთრება. მოდით ასე ვთქვათ, კაპიტალიზმია, face control-ი, ისეთი რაღაცა, რომ ვერავის ვერ ვეთქვი. მე რომ მივიდე მითხრან, ნუ მაგალითად არ მომწონს როგორ გაცვია. მე არ ავტეხავ ამბავს. კი, ეთნიკური ნიშანი არაფერ. დაცვის თანამშრომლის ვალდებულება დაიცვას თავისი დასაცავი ობიექტი. მერე კიდევ არის ისეთი რაღაცა, რასაც ქვია community. არაბია, თურქია თუ ებრაელია, ბუდისტი, არ მინდა ახლა ნაციონალობების ჩამოთვლა. ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს თავშეყრის ადგილად დააწესოს რომელიღაცა და არ უნდა დაუშვათ იქ ქართველი. შეიძლება რაღაცა ისეთი რელიგიურია, როგორც მექაში ფახშეშველები შევდივართ. ისევე არ უნდა მათ ქართველის შეიძლება, ხო? პლუს კიდევ რა, დესტრუქციული ქმედებები, აჩიკო მახსენა. მართალია, ახლა თუ ჩვენ გვინდა რაღაცას ვხედავთ პრობლემას, რატომ ვიწყებთ სკანდალიდან და დებუშიდან? არსებობს კულტურული დაწესებულებები, არსებობს საელჩო, არსებობს სპეციალური სამსახურები ამისთვის. მოდით, ბატონი ევგენის ვერ მივმართავ, არ მაქვს არანაირი უფლება, მე მხოლოდ და მხოლოდ მსახიობი ქალი ვარ, უბრალოდ ქალების უფლებები მადარდებს. ამ შემთხვევაში ვინ იფიქრა ქალებზე? აქ პირველად გამიხარდა, რომ გიორგი მახსენა, ქალები, ბატონმა დიმიტრიმ, ჩვენი სოციალური დაუცველობა ძალიან კომპლექსური საკითხია ეს. რატომ გამოჩნდა მიზეზები გამომწვევი, რომ სოკოს ავიდა? რაღა ახლა გაგვახსენდა? ეს ბუდიში კლუბები, ბარდელები ყველა მზეპირად ვიცი, სტრიპტიზ კლუბისა და იმ დღეს ვსეირნობდი, არ მინდა ახლა ქუჩის დასახელება, ულამაზეს უბანში, ულამაზეს ქუჩაზე და მეგობარი მომყვებოდა, ის სწავლობდა ძალიან დიდხანს ბელგიაში, საფრანგეთში, ამსტერდამში, დიდხანს და მითხრა, იცი რა, აქ პროსტიტუციის ბუდეებია და ისე მეწყინა, იცით რატომ? იქ ვერთობოდი, მივდიოდი, ჩაის სვამდი, ნუ, რა ვიცი, ვცეკვავდი და აბა შეიჭყიტეო, შევიჭყიტე და ვნახე რაღაცნაირად საშილად ჩაცმული გოგონები, სხვათა შორის არა ქართველები და ეს სექს ტურიზმი, ეს ქართველი გოგონებიც კი არ არიან მანდ. ეს უკვე არალეგალური ბიზნესია, ძალიან სერიოზული სფერო. ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური საკითხია, რომელსაც გადაცემის მეორე ნაწილში დავსვავ კითხვას. ეს არ არის ისე უბრალოდ ბიზნესი. არა, კი გაძლევთ სიტყვას. ანუ ეს არის აშკარა დაკრიშვა, რასაც ქვია, რაღაცაზე ხელოვნურად თვალის დახუჭვა. ხო ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ არსებობს და არავინ ხელს არ უშლის. და ცუდი რა არის? იცით, ცუდი არის ის, რომ ეს ტრაფიკინგი, რომლითაც ასე გვეშინოდა და პასპორტებს ართმევდნენ ჩვენ გოგონებს საზღვარგარეთ, ხორციელდება საქართველოში სამშობლოში. ძალიან აშინებენ. მაგრამ საკუთარი სურვილი. კი, სურვილით, იმიტომ რომ ის სოციალური რა გამოსავალი აქვს გოგონას, რომელიც 20 წლისაა და 20 წელი განათლება არ აქვს, ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა. როგორ შეინახოს ბავშვი? დაუშვათ ძალადო ყველას მე დარწმუნებული ვარ, აქ მსხდომი მამაკაცებისგან ქონია დიალოგები. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ამ სექს მუშაკი იქნება მეძავი, რაც გინდა დაუძახეთ და ყველას თავისი ისტორია აქვს. მამაკაცები ძალიან სასტიკები არიან, კარგი რა ყველას მიზეზები აქვს, მაგრამ მე პირადად ამ მიზეზს ვეძებ საზოგადოებაში და საზოგადოებრივ წყობაში. ძალიან დიდი კულტურის მატარებელი ვარ. ჩვენ არ უნდა ვიდგეთ ამ პრობლემის წინაშე. ანუ რას ქვია არ ვიდგეთ? გამოსავალი რაშია? არ უნდა გადავიტანოთ აქცენტები სხვა პრობლემებზე, იგივე ანუ არ ვილაპარაკეთ მაგას ამბობ? უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ იმ მხრიდან გადავწყვეტოთ, რომელიც ხელს შეუწყობს ამის, ასე ვთქვათ, დაწევას, დონის დაწევას. კარგი, ერთი წუთი, თუ შეიძლება კახა კოჟორიძე უნდა ჩავთო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ბატონო კახა, მოცემულ რეალობაში ქართული კანონმდებლობა როგორ არეგულირებს იმ საკითხს, ვინ ისჯება, რატომ ისჯება, აქ იყო საუბარი, მაგრამ არის თუ არა ეს ყველაფერი საკმარისი აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად? დამეთანხმებით თუ არა, რომ აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩდება პოლიტიკურიც, ვინ მფარველობს, ვინ შეიძლება რომ მფარველობდეს? ამდენი წელია ვიცით ამ ყველაფრის არსებობა, რა სიტყვით? მოგესალმებით, ქალბატონო ინგა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას. მივესალმებით თქვენს სტუმრებს და ტელემაყურებელს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ორი ნაწილი იყო თქვენ შეკითხვაში და თანმიმდევრულად უპასუხეთ. პირველი, როგორ რეგულირდება და რითი რეგულირდება აღნიშნული საკითხი. ამ საკითხს არეგულირებს ორი ძირითადი კოდექსი, ეს გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, როგორც უკვე აღინიშნა სტუდიაში. სისხლის სამართლის კოდექსით არის რიგი მუხლები, სადაც საუბარია იმაზე, რომ პროსტიტუციაში ჩაბმა თუ ეს ხდება მოტყუებით, შანტაჟით, ძალადობით და მსგავსი ქმედებებით, ეს არის დანაშაული, ასევე დანაშაულია პროსტიტუციის მიზნით რაღაც ფართის, ადგილის თუ საცხოვრებლის გადაცემა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, აქ საუბარია თვითონ პროსტიტუციაზე, როგორც ფაქტზე მიუხედავად იმისა, ეს ძალადობით ხდება თუ ასე შემდეგ, ანუ ეს წარმოადგენს უკვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ჯარიმდება 20 ლარით. ანუ ეს რამდენად ადეკვატური სანქცია შეიძლება იყოს ამ ქმედების პრევენციის მიზნით, ეს თქვენ განსაზღვრეთ. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, რომ შეიძლება თუ არა ამის უკან ვინმე იდგეს, ეს შეიძლება კითხვები გაჩნდეს, ცხადია, მე ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მაქვს, რომ ან კი ან არა გიპასუხოთ ცალსახად, მაგრამ კითხვები ცხადია ჩნდება. კერძოდ კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ გამოძიების თვალსაზრისით ეს საქმეები არ განეკუთვნებიან რაღაც განსაკუთრებული სირთულის საქმეებს, რომ საგამოძიებო ორგანოებს გაუჭირდეთ ამ ფაქტების დადგენა. ძალიან მარტივია, მე ვფიქრობ, იმის დადგენა გადასცა თუ არა ვინმემ რაღაც კონკრეტული ფართი პროსტიტუციისთვის ვინმე სხვას. არა, მე უფრო ზევით ვერტიკალში დაკრიშვას გულისხმობდი, რას გადავეკიდე ამ სიტყვას, მფარველობას. ხო და მაგას ვამბობ, სწორედ აი მაგეთ მივდივარ, ანუ თუ ერთის მხრივ გვაქვს სიტუაცია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით ეს ქმედება გადაცემა ამ შემთხვევაში არის აკრძალული და გამოძიება არ ხდება, თუ გუშინდელ ფაქტს არ გავითვალისწინებთ აჭარაში, ან თბილისშიც არის, სხვა ქალაქებშიც არის, ხო, მსგავსი შემთხვევები, ან თუ გამოძიება არ ხდება იმის, რაც ადვილი გამოსაძიებელია, უკვე ჩნდება ეს კითხვა, რაც თქვენ დასვით. ამის უკან ხომ არ დგას ვინმე სხვის ინტერესი და ეს ინტერესი ხო არ აბრკოლებს გამოძიებას, რომ ჩატარდეს გამოძიება. ეს კითხვა კიდევ ერთხელ ვამბობ, მეც მიჩნდება პირადად, მაგრამ ამაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ამაზე პასუხს ჩემი მხრიდან დაჭირდება მტკიცებულებები, ისე მე ვერ ვისაუბრებ, ცხადია. და მოკლედ არის ასეთი სიტუაცია. კიდევ ერთი ფაქტი, რაც მინდა აღვნიშნო, ეთნიკური კუთხით არ შეშვებასთან დაკავშირებით, დავეთანხმები გამოთქმულ აზრს, რომ ეს არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და ეს საქართველოს კანონმდებლობით კონსტიტუციით აკრძალულია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ რაიმე სანქცია სისხლის სამართლის კოდექსი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამ კუთხით არ ითვალისწინებს. ანუ ერთის მხრივ ვამბობთ იმას, რომ ქმედება აკრძალულია, მაგრამ ვინც ამ ქმედებას ჩადის, არ ისჯება არანაირი კუთხით. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს ამ კუთხით. და კიდევ რისი თქმა მინდოდა, ხო, რაც შეეხება დაანონსებულ აქციას, აქ ხაზი უნდა გაესვას ორ გარემობას. პირველი იმას, რომ ამ ადამიანებს ცხადი აქვთ უფლება, რომ ღამის 10 საათი იქნება თუ ღამის 4 საათი ნებისმიერ ადგილას შეიკრიბონ, გამოხატონ თავიანთი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლებით ყველა სარგებლოს, მათ შორის როგორი მიუღებელი აზრიც არ უნდა იყოს და მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში აზრი, რის თქმაც სურთ, მათ არ არის ნამდვილად მიუღებელი, მაგრამ მისაღებია თქვენთვის. ნამდვილად ვერ ჩავითვლები მე პროსტიტუციის მომხრედ. და შესაბამისად მეორეს მხრივ იმის თქმა, რომ დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს ეთნიკური ნიშნით თუ გენდერული ნიშნით, ამაშიც უერთდები გამოთქმულ აზრს. შესაბამისად ამის თქმა თუ სურს აქციას, ამაში ნამდვილად არ არის რაიმე ისეთი. და შესაბამისად აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვს ამ ადამიანებს შეიკრიბონ და აზრი გამოხატონ. უბრალოდ ერთ მეორე რამეს გავუსვამდი ხაზს, რომ აი სიუჟეტში, რომელიც თავიდან გავიდა, საუბარი იყო იმაზე, რომ თუ არ შეწყვეტენ ამ ქმედებას, მაშინ ჩვენ შევიკრიბებით, დავლეწავთ ყველა თურქულ თუ ირანულ ბარს, ეს იქნება უკვე ქმედება, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და უკვე თავად წარმოადგენს დანაშაულს და მიუხედავად იმისა, ადამიანებს მიაჩნიათ თუ არა, რომ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება ხდება და მიუხედავად იმისა, როგორი კარგი და კეთილშობილი მოტივებიც არ უნდა
ამოძრავდით მათ, არავის აქვს უფლებას, რიგით მოქალაქეს არ აქვს უფლებას, რომ თავად აღასრულოს სამართალი და ის მისი უფლება, გამოხატვის უფლება არ უნდა გასცდეს კანონს. კი ბატონო და ერთი ერთი კითხვა კიდევ და დაგემშვიდობებით ბატონო კახა გამოსავალს რაში ხედავთ? თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ალბათ ბევრჯერ დღევანდელ გადაცემაში ჩვენ შემდეგი ბლოკიც მთლიანად ამას ეთმობა ამ თემას. გამოსავალი რაშია? ის რაც არსებობს, დავხუჭოთ თვალი, იყოს იატაკ ქვეშ, არ იყოს დარეგულირებული, მოხდეს დაუშვათ ლეგალიზაცია, რაზეც იყო გარკვეული მინიშნებები, თუ რა უნდა მოხდეს? კი ბატონო, რაც შეეხება მაგ-კითხვას, გამოსავალი ჩემი საზრით ძალიან რთული შეიძლება იყოს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, იმიტომ რომ მე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პროსტიტუციის ლეგალიზაცია კარგია თუ ცუდი ამ კუთხით რაიმე კვლევა არ გვიწარმოებია და შეიძლება მე ან რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას რაღაც კონკრეტული მოსაზრება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ კვლევას და იმ პლუსების და მინუსების აწონვას, რაც შეიძლება ლეგალიზაციას ან აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს. ამ ეტაპზე გამოსავალი ყოველ შემთხვევაში რაც შეიძლება არსებობდეს არის ის, რომ დაცულ იქნას კანონი. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, ეს კანონი ვინმეს მოწონს თუ არა, ეს კანონი უნდა იქნეს დაცული. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა. ის ხო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟოიძე. ბატონო ავთო, ბატონო ამიან, მოდით გაგისვავთ კითხვას. ყველას გვახსოვს იგივე ნაციონალური მოძრაობის მოსვლის დასაწყისში პირველ ეტაპზე შევარდნილი ირაკლი ოქრუაშვილი ერთგვარ ასეთ დაწესებულებაში, საიდანაც გამოყავდა დაპატიმრებული ქალები, დაპატიმრებული მამაკაცები და ასე შემდეგ. ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ მათ თავის დროზე დაიწყო ასე. ჩვენც ახლა ვხედავთ იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ დღე თუ არა 2-3 დღეში ერთხელ ხედავთ რომ ხან აჭარაში ხან რაღაც სხვადასხვა წერტილებში ახორციელებს იგივე ოპერაციას. თუმცა იმ წლიდან მოყოლებული და ძალიან ბევრი წლით ადრეს ეს პრობლემა რეალურად არსებობს ამ ქვეყანაში. როგორ ფიქრობთ თქვენ რაში არის გამოსავალი და რატომ მივიდა საქმე იქამდე რომ იგივე აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ რომ დაიხუროს ასე ტიპის დაწესებულება? ინგა მე თქვენზე უფროსი ვარ და მინდა გავიხსენო რომ დაწყებული კომუნისტების პერიოდიდან ეს ყოველთვის ხდებოდა, რაღაც ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ ეს ტალღა აგორდებოდა და ჩვენ გვახსოვს ეს სიუჟეტი. მე თვითონ მახსოვს ერთ-ერთი პირველი რაღაც გადაცემა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, ეს იყო რაც 91-92-ში და ამ თემაზე იყო საუბარი. და იქიდან მოყოლებული ეს ყოველ რაღაც 4 წელიწადში ერთხელ აღმოცენდება ხოლმე ეს თემა და ხდება საზოგადოების განსჯის საგანი, მაგრამ მე საერთოდ არაფერი არ ხდება და ჩვენ ისევ ვიცით ყველამ რომ ცირთან დგანან, იქ დგანან, აქ დგანან, უბრალოდ ახალი ობიექტები ემატებიან. ეხლა აღმაშენებელზე განლაგდნენ და აქვე მინდა გითხრათ რომ აღმაშენებელზეც ცირკთანაც იქაც და ყველგან სადაც არიან დიღომში, იქ გვერდით არის პოლიციის შენობები და აი პასუხიც ამაში. აი კითხვაზე პასუხი აქ არის. თქვენ როგორ იმათ როცა პროკურატურის გვერდით არის იქ და ჩვენ ვიცით ყველა, ხა პროკურატურამ არ იცის, პატრონმა არ იცის, პოლიციამ არ იცის. ამიტომ რა გიპასუხოთ ახლა ამაზე? იყო, არის და სამწუხაროდ იქნება. გისმენთ ბატონო? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ეხლა ერთი გამოვეხმაურე ბატონ კახას, ჩემი პატივისცემის მიუხედავად ვერ დავეთანხმებ იმაში, რომ ადამიანთა თანასწორუფლებენობის დარღვევა არ არის დასჯადი და დისკრიმინაცია. სიცხლის კოდექსი პირდაპირ აწესებს 152 მუხლი. ეს ერთი საკითხი ამ თემის. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება იწყებს ამ პრობლემის რაღაცნაირად გადაწყვეტას და ვერ გადაწყვეტა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს ხელისუფლება ამ პრობლემის გადამწყვეტი და არც მომავალი ხელისუფლება კიდევ. იმიტომ რომ ეს არის პრობლემა, მე სხვათა შორის ხედავ თქვენ გადაცემაში მოვიდოდი რაღაცა მოვიძიე ინფორმაცია და აღმოაჩინე, რომ თამარ მეფის დროს მაგალითად გორთან არსებობდა თურმე დაახლოებით ესეთი სახლი და იქ იყო ცდილობები მისი დახურვისა. შესაბამისად ესეთი პრობლემა, რომელიც მე დავეთანხმებ ბატონო, სულ არსებობდა და ალბათ სულ იარსებებს. ამიტომაც პრობლემის გადაწყვეტა ესე არ ხდება. მე უბრალოდ ყურადღებას მივაქცევდი პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილსაც, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებთ, ახლა არის ვილნიუსის სამიტი. Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, სადაც პირდაპირ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ საქართველოში განვლილი 1 წლის განმავლობაში არის ძალიან ბევრი შენიშვნები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მაისის ცნობილ მოვლენებს,
ასევე მინარეთთან დაკავშირებულ პრობლემატიკას და მე ვფიქრობ, რომ ის პროცესები, რაც დღეს ხდება, მათ შორის მოიცავს პოლიტიკურ შემადგენელი ნაწილს. მე არ ვიცი ეს მიზანმიმართულად აღკეთებენ ამას ამ კამპანიების ორგანიზატორები თუ ეს მოვლენათა თანხმედრა ხდება, მაგრამ ძალიან საინტერესოა თქვენს დამეთანხმებით, რომ რატომ დღეს ვილნიუსის სამიტის წინ და რატომ არა, თქვა, თუნდაც 2 თვის უკან. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ანგარიშებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა ეს დღევანდელი ფაქტიც აუცილებლად ანუ თქვენ გულისხმობთ იმ კადრებს, რომელიც ეხლა თქვენ ფიქრობთ, რომ ბატონი ევგენი და მისი თანამოაზრეები ვილნიუსის სამიტისთვის მომზადდნენ და სპეციალურად დაიწყეს ეს ინიციატივა. მე ბატონი ევგენი და მისი მხარდამჭერები არა, მე არ ვამბობ, რომ შეგნებულად კეთდება ეს, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ შეიძლება თითოეული ადამიანი, რომელიც იქ მონაწილეობს, თავისთავად იყოს გარკვეული პროცესების მონაწილე, რომ ისე თვითონ ვერ ხვდებოდეს, რას აკეთებს. მე კიდევ ერთხელ გიმეორებ, იგივე მაისის აქციებში მონაწილე საზოგადოების დარწმუნებული აბსოლუტური უმრავლესობა მისული იყო პროტესტის გამოხატავად აბსოლუტურად გულწრფელად და მას არანაირი პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებდა, მაგრამ შედეგი არის პოლიტიკური მათ შორის. ისევე როგორც მინარეთთან დაკავშირებული პრობლემები და ისევე როგორც ის რაც მოხდა გუშინ, თუ გუშინ წინ და ის რასაც ეს ადამიანები გეგმავენ ხვალ. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა, ამით პრობლემა ვერ გადაწყვეტება. პრობლემა არის მათ შორის კანონშიც, იმიტომ რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ გვაქვს, აი ბატონი დიმიტრიც საუბრობდა, არის მოძველებული მარტივად, არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ადმინისტრაციულ სამართლებრივთა კოდექსი საბჭოთა კავშირის დროინდელი ტერმინოლოგიით არის გაჯერებული, ისევე როგორც სისხლის სამართლის კოდექსი. მე როგორც იურის მიმაჩნევ, პირველი ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს, ეს არის კანონის მორგება არსებულ რეალობასთან და ასევე სოციალური პაკეტების შეთავაზება ამ ქალბატონებისათვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული ვარ და ყველანი მორალისტობა არის ყველაზე მარტივი. ახლა გამოვართ ყველანი და ვიტყვით, რომ ეს არის ცუდი. ამის ხმარი ყველაზე ადვილი. მაგრამ ამ ადამიანებისათვის და ამ ქალბატონებისათვის ღირსეული პირობების შეთავაზება არის სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა. ანუ ის მიდის იქით, რომ საით სოციალური ეს მიდის უპირველეს, იმიტომ მე მათთვის რაღაცის შეთავაზება. მე ქალბატონინგა მაგალითად გეტყოდით, რომ არა, ლეგალიზაციის შეთავაზებას არ ვამბობ. მე სოციალური პაკეტების შეთავაზება, რომ ქალებს არ ქონდეთ იმისი იწულება, თქვენ რასაც ამბობთ, ბატონ გიორგი, რომ წავიდნენ იმ გზით, რომელიც და ისინი დღეს ცდილობენ რომ ყმაყური მოიპოვონ. მე ერთი უბრალოდ აქ დასასრული მინდა რომ მე არ ვარ რა თქმა უნდა ლეგალიზაციის მომხრე, მაგრამ აკრძალვაც არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ მაგალითად ტაილანდში 15 წლიანი სისხლის სამართლიური პასუხისგებლობა პროსტიტუციაზე. ოღონდ განსხვავებით, ესე იგი მომსახურე ან ვინც ამის სარგებლობს იმას კი არ ჯენ, ვინც ვთქვათ ამას ყიდის ესე რომ ვთქვათ რა, მაგრამ თქვენ ყველამ კარგად იცით და მსოფლიოში აღიარებულია რომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ერთად მთავარი სექს ინდუსტრიის და სექს ტურიზმის ბუდე არის ტაილანდი. ისე რომ აკრძალვაში არ არის აქ პრობლემა. ამერიკის შეერთებული შტატებში მაგალითად ნევადაშია მარტო დაშვებული და დანარჩენი ყველა შტატში აკრძალულია, მაგრამ ყველა შტატში აბსოლუტურად ასევე ხდება ის ხდება რაც ჩვენთან ხდება, ანუ ხელისუფლებას და სამართლებრივ ცალითვალი აქვს დახუჭული. და ანუ ეს არის შტატებში არის ძალიან კაცრად დასჯადი. მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს 4 მიდგომას პროსტიტუციასთან დამოკიდებულების ასპექტში. ერთი არის სრული კრიმინალიზაცია, მეორე არის ნაწილობრივი კრიმინალიზაცია, მესამე არის სრული ლეგალიზაცია, ხოლო მეოთხე არის ძალიან საინტერესო მოდელი, რომელიც მუშაობს ნორვეგიაში. ეს არის მოხმარების კრიმინალიზაცია. ანუ თქვენ რომელს ემხრობთ? ახლავე აგიხსნით, ჩემი დამოკიდებულება. ის რომ ქალმა გადაწყვეტილება მიიღო ჩაებას პროსტიტუციაში, ამისი ამგრძალავი რაიმე ნორმა ბუნებაში ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა უნდა გნებოთ მამაკაცის პროსტიტუცია. კი ბატონო, მოწყულად უფრო მეტად მოწყულად გენდერულას თქვა ჯგუფზე ვისაუბროთ, ხო? მაგრამ მეორეა რომ მისი ესეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება სასოწარკვეთილების ფონზე ყალიბდებოდეს, მისი მოხმარება ამ შემთხვევაში ნორვეგიის კანონმდებლებმა ესე გადაწყვიტეს, რომ უნდა იყოს დასჯადი სისხლის სამართლის წესი ძალიან მკაცრად ისჯება. ანუ მომხმარებელი უნდა დაისაჯოს და არა ის კონკრეტული ადამიანი. მომხმარებელი ისჯება, ქალბატონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჩაებას პროსტიტუციაში აპრიორი ვერ იქნება საერთოდ ესეთი თქვათ გამოტანილი სამსჯავროზე, როგორც ამა თუ იმ წესით დასჯა. მოდით მე გოგა ხაჩიძეს დავუსვავ ბოლოს შეკითხვას და შემდეგ დავემშვიდობები მას. ბატონო გოგა, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. მე შემთხვევით არ გავიხსენე იგივე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჩატარებული ერთგვარი სპეცოპერაცია. გემახსოვრებათ, ეს იყო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის ძალიან ადრეული ეტაპი, პრაქტიკულად პირველი დღეები. თუმცა ფაქტია, რომ აი ესეთი ხმაური დაწყებული ეს თემა შემდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდა და გაგრძელდა. ანუ ვერაფერი ვერ დაარეგულირდა
განიულირა ხელისუფლებამ. დღევანდელი გადასახედა, როდესაც თქვენ საუბრობთ ლიბერალიზაციაზე, საუბრობთ პრაქტიკულად ლეგალიზაციაზე, ხო? იცი რა, მაგ შემთხვევაში მეც გავიხსენებ, ეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასე ვთქვათ, გარკვეული დაპირისპირება და უკმაყოფილება გამოიწვია ჩემმა მაშინდელმა კომენტარმა, მაშინ ხაშურის რაიონის გამგეობაში მუშაობდი და ღიად ტელევიზიით გამოვთქვი, ადგილობრივი ტელევიზიით პროტესტი აი იმ მეთოდების მიერ, რაც იქ იქნა გამოყენებული და შემდეგ ეგ გარკვეული დაპირისპირების საგანი გახდა. რაც შეეხება დღეს, ეხა იცით რა, აქ იყო საუბარი, რომ მორალისტობა ადვილია და მართლა ადვილია ახლა, რომ რაღაცა გამოვიდე და თამარის და დავითის ქვეყნის პათოსით ვისაუბრო, ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვუჭერთ ხარს ლეგალიზებას, მეორეს მხრივ ვამბობთ, რომ რა ვქნათ ეს იყო, არის და იქნება. თავის მოტყუებს ახლა მართლა გამოვიდა ისე, რომ არავინ არაფერ შუაში არ არის და ეს ადამიანები თავის თავს ემსახურებიან სადღაც ზოგი სანაპიროზე, ზოგი ცირკთან და ასე შემდეგ და ასე. თავს ვიტყუებთ, ამ თემას ვერ გავაკონტროლებთ ასეთი მიდგომით. ერთ ბუდეს დავეცემით თავს და დავხურავთ და ეს ეხება იმ პერიოდსაც, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მესმის რომ არაპოპულარულია, ბევრ ლანძღვა თათხას დავიმსახურებ ამისთვის. მე მინდა რომ არ ვიყოთ ფარისევლები და შევხედოთ სიმართლეს თვალებში. რაც შეიძლება რაღაცნაირად ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს ამ საკითხის და დარეგულირება, რომ აღარ ხდებოდეს ასეთი მსგავსი ინციდენტები, დაცული იყოს იმ ადამიანის უფლებები, მეტნაკლებად და რაც შეიძლება მაქსიმალურად ვინც ამ ბიზნესშია ჩაბმული, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ეს, ან მეორე რაც ხრჩება, მართლა რაღაც ეს არის ელემენტარულად თავის მოტყუები. ჩვენ ხო ყველას კარგად გვესმის, ახლა ვინმე რამე გამოსავალი დასახა, ვინმე რამე თქვა, რომ აი ეს არის გამოსავალი, იმიტომ რომ ისეთი თემაა რთული, არავის არ უნდა თქვას, რომ იცით რა, მე ცხოვრებაში ერთხელ ორჯერ 10ჯერ თუ ასე შემდეგ, მეც ასე ვთქვათ გამომიყენებია ეს მომსახურება. თქვენ გამოგიყენებიათ უკვე მეორედ ამბობთ და ეხა უფლება არ მაქვს რომ ეს არ კითხოთ. არ ვაპირებდი ამის კითხვას, მაგრამ დიახ, რა თქმა უნდა, მაინტერესებს თუ ამ კითხვას გააგრძელებთ. კი, აქაც გავაგრძელებ სტუდიაში, მაგის პირობას გაძევთ, იმიტომ რომ უკვე იმდენჯერ ახსენეთ ეს თემა, რომ დიახ, ჩემ ცხოვრების განმავლობაში ხშირად არა, ეხლა იმდენის გულწრფელობა მყოფნის, რომ ესეც ვაღიარო დავუშვათ, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც დიახ, ასეთი სერვისით ვისარგებლია და ძალიან მაინტერესებს რა სიტყვის. კარგით, მოდით ამ კითხვას ეხა უსვამ სტუდიაში ყველა მსხდომ ადამიანს. თქვენ ამბობთ, რომ ანუ თავს ვიტყუებ და სინამდვილეში ეს არის ძალიან ბევრი მამაკაცისთვის რეალობა. გიორგი, გაეცით პასუხი შეკითხვას, თუ შეიძლება. თუ გისარგებ არ გოგა ამბობს, რომ გამორიცხულია, რომ ამ მსხდომებიდან თუნდაც თქვენს გისარგებლიათ ამ მომსახურებას. ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ახალგაზრდა კაცი ვიყავი თინეიჯერობის პერიოდში. და ეს ახალგაზრდები აღარ არიან ახლა ისინი სადმიდიან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში 2000 არა, ეხლა იმაზე საუბარს რომ იცით რა, ეხლა არავითარ შემთხვევაში ჩვენ მაგ სერვისით არ გვიმსახურებია, არ ვიცით ეს რა ხდება საერთოდ ცხოვრებაში, მაგითგან არ გაგვიხედია. ეხლა თუ ეხლა ადამიანი მართლა ისეთ მდგომარეობაშია და მართლა თქვა სიტყვაზე არასოდეს შეხება არ ქონია მამაკაც მოვლენასთან. იქ არ ვიცი ხა ყოველთვის ალბათ თავისი არგუმენტები ექნება მაგრამ კარგით. ვისარგებლიათ თუ არა ბორდელები? დიახ, გოგამ ეს კითხვა. მაგრამ მე არ დამისვამს ეს კითხვა გოგა ხაჩიძემ დასვა. მე პასუხობთ, იმიტომ რომ გოგამ თქვა დასაწყისში რომ დარწმუნებული ვარო რომ აი ეს ახალგაზრდებიო რომლებიც ოიქო პათოსით გამოდიან და ყვირიანო თვითონ მათგანსო ნასარგებლარი აქვს ამ სერვისითო. მე პირადად ბატონო გოგა არ მაქვს ნასარგებლარი და დარწმუნებული ვარ რომ იმ ადამიანების მიმართ თქვენი ესეთი უკმეხი განცხადება მათ ასე ვთქვათ შეურაცხყოფას აყენებს და არა გაქვთ თქვენ უფლება ასეთი ასე ვთქვათ კარგით, გოგა, გავაგზავნე თემა, დიახ. ბოლო რეპლიკა, თუ შეიძლება. გოგა შენთან შეკითხვა. მე მგონია გარანაირ აი გოგა, შენ იქნები თუ არა თანახმა როგორც მოდი შეკითხვა. ძალიან კარგი, არა უშავს, არ მოხდა, ჩვენ ხო ღია იქნება თუ არა გოგა ხაჩიძე თანახმა, რომ პროსტიტუციით შეიფსოს საქართველოს ბიუჯეტი. აი მინდა გოგა ესეთი მოკლე კონკრეტული შეკითხვა დაგისვა. თანახმა იქნება თუ არა რომ პროსტიტუცია გახდეს ბიუჯეტის შევსების წყარო. ვინ ვისვავს შეკითხვას?
დიმიტრი ლორდკიფანიძე. გასაგებია, უბრალოდ უკაცრავად ვერ ხედავ და მაგიტომ მეკითხა. იცით რა, მე ყველა ადამიანის, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესს თუ ეს კრიმინალს არ უკავშირდება და სხვის რაღაცა ზარალს და ზიანს პატივცემ, მათ შორის ბატონ დიმიტრისაც, მის აზრს არ ვამბობ, რომ ეს არის კარგი ან ცუდი. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე იმ ადამიანს შეურაცხყოფას ვაყენებ და უკმეხად თუ არ ვიცი რა ფორმა იყო გამოყენებული, რომ მე ვფიქრობ, რომ ბევრი მათგანი, ასე ვთქვათ, ამ სერვისით ასე ვთქვათ, უკაცრავად იმეორებს. ამ სერვისით სარგებლობდა და ისარგებლობს კიდეც მომავალში, მე არ მჯერა იმ საზოგადოების და უпростоრად მიმაჩნია და მეც თავი ამ საზოგადოების ნაწილად მიმაჩნია, რომელიც ერთი ხელით ასეთ ბუდეებს ანგრევს და მეორე ხელით ეგრეთ წოდებულ მამაშას ურეკავს, რომ ბუდეების დანგრევის შემდეგ რაღაცა სხვანაირად გაატაროს დრო. თავს ვიტყვევთ ადამიანებო, მეც არ მომწონს შეიძლება ეს და ადრეც არ მომწონდა, არც ახლა მომწონს. ამ სტუდიაში და ამ გადაცემაში ვერანაირი გამოსავალი ვერ დასახელდება, ვერანაირი რაღაცა გადაწყვეტა ამ პრობლემის თუ ჩვენ არ ვიტყვით სიმართლეს, რომ ეს თემა არსებობს და ეხლა ან მოვიტყუოთ ბოლომდე თავი, ან თქვათ, რომ არსებობს, დიახ და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ის ადამიანები, ვინც ამაში ასე ვთქვათ, უშუალოდ არიან ჩართულები, მათი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული, მათი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. უამრავი თემა ამაზე მიმული და ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ასე ამაყად, რაღაცა უცნაური და რაღაცა ისეთი პათოსით და რიტორიკით მოვიტყუოთ თავი, რომ არა ჩვენ განსაკუთრებული ვიდრე დაგემშვიდობებით იუნასურს რაღაც შეკითხვის დასმა თქვენთვის და დაგემშვიდობებით და სტუდიაში გაჩვენოთ. ბატონო გოგა, ცოტა ისეთი ემოციური კითხვა მაქვს. იცით, ძალიან ლიბერალური მეჩვენებით და ძალიან გავბრაზდი. იცით რა, ჩემთვის პროსტიტუცია მხოლოდ სხეულით ვაჭრობა არ არის. ერთი კითხვა მაქვს. რამდენჯერ მოგიწყვიათ სხეულით, ანუ ქალბატონის სამსახურში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოგწონთ აი ეს რაღაც გზად. იმიტომ რომ პროსტიტუცია არა მარტო სხეულით ვაჭრობაა, არამედ ქალების დისკრიმინირება, რაც კვალიფიცირდება ქართულად ჰარასმენტ. და რატო შეგეპარათ ეჭვი გოგაში? იმიტომ რომ ძალიან ლიბერალურია, რატომღაც ამ საკითხში. არ შეიძლება რომ ლიბერალური იყოს ადამიანი. თუ შეიძლება გიპასუხებთ, მე არანაირი ილუზია არ მქონდა, რომ ამ ჩემი პოზიციით უფრო მეტ პოპულარობას მოვიპოვებთ დღევანდელ საზოგადოებაში და თუნდაც გუშინდელში. არანაირად არ მქონდა იმის ილუზია, რომ ჩემი პოზიცია იქნებოდა ბევრი ადამიანისთვის მისაღები. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ კითხვითაც, ამ რაღაცა აღშფოთებითაც მე ვიცი, რომ დღევანდელი გადაცემა ისე დამთავრდება, რომ ზუსტად ისე გაგრძელდება ყველაფერი, როგორც იყო და ჩემი პოზიცია დარჩება სალანძღავად, გოგა ხაჩიძე 1000-ნაირი სათაურებით გამოხვა, რომ ამის მომხრეა, იმის მომხრეა და ასე შემდეგ. კი ბატონო. მე ვარ მომხრე იმისა, რომ რაც სიმართლეა, ის ვაღიაროთ. დიდი მადლობა გოგა. თვალებში სიმართლეს და დავარეგულიროთ რამდენადაც შესაძლებელია. პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, იმ ადამიანების უფლებების დაცვისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ამ ბიზნესში. დიდი მადლობა გოგა, წარმატებას გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღე გადაცემაში მონაწილეობა. რეკლამა უნდა გამოვაცხადო, რეკლამის შემდეგ მინდა რომ განვავრცოთ თემა, რომლითაც ჩვენი გადაცემა დაიწყო. გუშინ როდესაც მე ბატონ დიმიტრის ვესაუბრე, იგივე გიორგისთან როდესაც ჰქონდა საუბარი, კიდე უფრო სერიოზული პრობლემისკენ წავიდა ეს ყველაფერი ეთნიკური ნიშნით, რაღაცა ჩაინათაუნების პარალელების გავლება და ასე შემდეგ. ევგენი მიქეთვის თავისთავად პრობლემაა, რომელიც მსჯელობად ღირს, იმიტომ რომ არის საკითხი მარტო იქ დასაქმებული ადამიანების კუთხით არა. პროცესში მონაწილე მხარე არ არის მხოლოდ დასაქმებული ადამიანი. აი, სულ სხვა კუთხით ორიოდეს თქვით და მაშინ. კი ბატონო, რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ. სხვა სივრცეში გადავდივართ. აქ არის ლაპარაკი თემებზე, რომელიც გულისხმობს მაგალითად დღეს ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის დაავადებას, რეპროდუქციული სისტემის მოშლას და ასე შემდეგ. ჯანდაცვისთვის საკითხია ინგა და რატომ მინდა ვთქვა, რომ პირადადვე რატომ ხედავ გამოსავალს პროსტიტუციის ლეგალიზაციას. ჯერთი აქ კაცრად მუშავდება სტანდარტები, სახელმწიფოს აქვს მეტი უნარი ჩაერიოს პროცესებში და ამას გარდა მთელი რიგი ჯანმრთელობის სტანდარტია დაცული, მიმწოდებლის ასე ვთქვათ, მეძავ სექსმუშაკის უფლებები არის დაცული და იქ მსვლელი ადამიანის უფლებებია დაცული. მე პირადად ყავს ვაჟი.
შვილი, პატარა ვაჟი მყავს, რომელიც გახდება 15 წლის, 16 წლის და რომელიც ძალიან წინასწარ არ მინდა მე მეშინოდეს ის, რომ შესაძლოა, თქვათ, მის მოზარდობის პერიოდში მან რაღაცა ძალიან ბევრი დღეს გარშემო ძალიან ბევრი წყვილი დადის, უშუალოდ რომელიც მთელი რიგი დაავადებების და კაცშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია არ იცის. ერთი ეს არის საკითხი და მეორე იგივე სქესობრივი ცხოვრების აღზრდის შესახებ საკითხები, რომელიც ასევე ამ საკითხის ნაწილია, რა გიგა ამ ბლოკში ვლაპარაკობთ, პოლიტიკური. თქვენი აზრი არსებობს, დამიჯერეთ, დამერწმუნეთ, განსაკუთრებით იმ ასპექტში, რაც მაღალი კატეგორიის, ნეობრივი კატეგორიის სტანდარტების დაცვას გულისხმობს, არის კიდევ ისეთი რამ, რაც უზნეობის ინსტალაციას წინ უნდა აღუდგეს. ზოგადად. კი, არ ვამბობ მაგას. ხო. იმიტომაც დავსვით, ამ ფაქტორად თქვენი მიდგომიდან გამომდინარე, თუ კი თქვენ ხარს დაუჭერთ ინდუსტრიას, ესე იგი თქვენ ხარს უჭერთ ამ ინდუსტრიის შედეგად მიღებული ამონაგების შემოტანას ბიუჯეტში და თქვენ ხარს უჭერთ იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტის ფორმირების ერთ-ერთი წყარო საგადასახადო სეგმენტიდან იყოს პროსტიტუცია. მაშინ თქვენ ნარკომანიასაც მსგავსი პრინციპით შეიძლება რომ მიიღოთ. სრულიად სხვა სივრცეა ჩემი აზრით და იგივე ბატონო, ცოდვის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, ცოდვის ლეგალიზაცია ცოდვად ითვლება ნებისმიერი ისეთი ურთიერთობა, რომელიც ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, სულიწმიდის მადლით არ არის დაფარული. ან ჯვრისწერის გარეშე ნებისმიერი ურთიერთობა პირადი არის ცოდვა. ეს თქვენი ჩემზე უკეთ იცით. ამიტომ რაც შეეხება ცოდვის ლეგალიზაციას, ეს კიდევ უფრო ფართო საკითხია და რაც შეეხება ნარკომანიას, რომელიც ასე ვთქვათ, სიხშირე არის განპირობებული კრიმინალისთან კავშირში, ანუ რაც უფრო კრიმინალიზებულია, შესაძლოა მით უფრო ნაკლები იყოს, მაგრამ რაც შეეხება პროსტიტუციას, აქ ფასეულობათა სისტემები მოქმედებს და არა იმიში ხალ, იმიტომ კი არ მიდის, რომ ასე ვთქვათ, კრიმინალის ეშინი არავინ, იმიტომ რომ ფასეულობათა სისტემის გამოშელება რაღაცას თქვას, ხო ან არა? ამიტომ ეს საკითხები ძალიან რო ვაჟი გეზრდებათ და თქვენი ვაჟის უსაფრთხოებაზე ფიქრობთ ამ შემთხვევაში რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ხო პირველ რიგში და ამავე დროს გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა სულიერი ჯანმრთელობის დაცვის საკითხიც გადარდებთ ხო მართალია მე ვფიქრობ რომ პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე ფიქრი და ხმამაღალი კონსტატირება ამისა არ არის გამოსავალი ბავშვის უსაფრთხო გარემოში აღზრდის საკითხების გადაწყვეტის აი ეს შეგვიძლია ცალკე ვიმუშავოთ მისი ჯანმრთელობა დაზარალდეს მაგალითად მისი ასე ვთქვათ დაცულობის ერთი საკითხი მეორეა მისი გაზრდის ფასეულობები ცოტა სხვა თემაზე გადავალთ მაგრამ ერთი მეორეს არ უშლის თითოეულ თქვენგანი მორწმუნე ადამიანებს ზანდებით მაგრამ არ ამგონია ვთქვათ პირად ხო ჩვენ ლაპარაკობდით წერანას და თქვით რომ ჩვენი წარსული პირადი ინტიმური ცხოვრება ბევრი ისეთ დეტალს შეიცავს რომელსაც ზნეობრივად ჩვენ თვითონ მეწინააღმდეგე კი ბატონო მოდით რეკლამა უნდა გამოვაცხადო რეკლამამდე ბატონო ავთო მიპასუხეთ ლეგალიზაცია არის თუ არა თქვენთვის ეს მისაღები თემა რომელიც აჩკომ ეხლა დაძრა პროსტიტუციის ლეგალიზაცია და განათლება სქესობრივი აღზრდის საფუძვლად პრინციპში მისაღებია ნამდვილად რატომ არის მისაღები იცი რა იმიტომ რომ აი ესე მიშვებული ესე იატაკქვეშ გასული ეხლა ძიმას იმაში ვეთანხმები რომ ეხლა ამით ბიუჯეტის შევსება რაღაცა ისე ძელა წარმოება ხო არ მოტივატორიას არ უნდა იყოს რა თქმა უნდა მაგრამ ის რომ რაღაცა დარეგულირდეს უფრო და უფრო მოექცეს რაღაც ჩარჩოებში იმიტომ რომ ну წარმოუდგენელია ხო ეს ჩვენ საუკუნეობრივად ვერავინ ვერ აკრძალა და ამიტომ რაღაცა ჩარჩოში და კონტროლის ქვეშ იყოს კი ამაში ჩართვა რასაც დღეს სულიად იმიტომ რაღაცა დარეგულირდება რაღაცა აი თურქეთის მაგალითზე მინდა 2 წუთით ზუსტად 1 წუთი მაშინ თურქეთში სარეკლამო დროს წავართვით ძალიან თურქეთში არის პროსტიტუცია ლეგალიზებული მაგრამ ამან არც თუ შეამცირა არალეგალური ბიზნესის მოყვარულების გადასვლა თურქეთის ტერიტორიაზე. არამედ პირიქით, უფრო გაზარდა კიდეც. იმიტომ რომ ლეგალიზაციით დადგენილი სტანდარტები ღირებულების ამ შემთხვევაში არის მოქცეული აი იატაკქვეშეთში არსებული ბორდელების ფასები. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ პეტრამეს, გავაგზავნებ იუნას ნათქვამს და გამოვაცხადებ რეკლამას. ძალიან სერიოზული თემა არის სწორედ ის ადამიანები, ქალბატონებს გულისხმობ თქვენ ბრძანეთ რომ მამაკაცების სექს ინდუსტრიაც არისო საქართველოსშიო. ქალებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იძულებულები ხდებიან, იმიტომ რომ არიან ასეთი ტიპის ქვეყნის შვილები, რომ ჩაერთონ იგივე აი ამ სექს ინდუსტრიაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ როგორ დაარეგულირებს ხო სახელმწიფო. ლეგალიზაციის საკითხი არის ძალიან საინტერესო და ასევე ის თემა, რომლითაც გაიხსნა გადაცემა ეთნიკური ნიშნით, დისკრიმინაცია. თუ შეიძლება მეორე ბლოკში მიუბრუნდეთ ამას, ევგენი მიქელაძე ჩვენთან იქნება მეორე ბლოკში და ასევე გიორგი გაბედავა შემოგვიერთდება, რომელიც რამდენადაც მე ვიცი ხვალინდელ აქციაზე მისვლას აპირებს.
ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში და მე მინდა შეკითხვა დაუსვა ევგენი მიქელაძეს და ასევე გიორგი გაბედავას, რომელიც აპირებს ხვალინდელ აქციაზე მისვლას. ბატონო ევგენი, რას გეგმავთ ხვალ? თუ შეგიძლიათ რომ ჩამოგვიყალიბოთ ხვალინდელი დღის გეგმა, ხვალინდელი დღის აქციის მთავარი იდეა. კი ბატონო, მოგახსენებთ ქალბატონო ინგა, მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გავრცელებული ხმები, ეგრეთ წოდებული ბართლომეს ღამეს მოწყობის შესახებ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არც ვიცი ვინ გაავრცელა ეს ხმები, ალბათ პროვოკატორებმა და ალბათ იმ ძალებმა, ვინც შეიძლება გეგმავდეს გარკვეულ პროვოკაციებს. ჩვენი აქცია არის აბსოლუტურად კანონიერი, ჩვენ შეტანილი გვაქვს განცხადება თბილისის მერიაში და მიღებული გვაქვს დასტური ამ აქციის ჩატარების საუბარზე. ეს აქცია გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე, ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის მოედანზე, დაახლოებით შადრეუნის ივერის სასტუმროს წინ მდებარე შადრეუნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს აქცია იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი და აქციის მთავარი მიზანი არის დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია პირველ რიგში, რომ უნდა დაიხუროს აუცილებლად ყველა ის დაწესებულება, სადაც ხდება ქართველების ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. დაიხუროს. ასევე, კი, უნდა დაიხუროს, რადგან იქ უკვე ჩადენილია კრიმინალი და ეს არის ანტიკონსტიტუციური დაწესებულებები. უნდა დაისაჯოს კერძო დაცვის ის სამსახურები, რომლებიც მონაწილეობენ ანტიკონსტიტუციურ სქემებში და მალავენ ამ კრიმინალს. ასევე ჩვენ მოვითხოვთ სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმის გამკაცრებას აუცილებლად. მოვითხოვთ იმას, რომ ქართული ენის უფლებები დაცული იყოს სარეკლამო აბრებსა და ფირნიშებზე, რადგან მოგეხსენება. ძალიან ბევრი დაასახელეთ ახლა. ეს მნიშვნელოვანი თემები არის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ახლა ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ პროსტიტუციაზე, მაგრამ ჩვენ ვართ ნაციონალისტური ორგანიზაცია, გვაღელვებს ეროვნული საკითხები და ბატონ ამირანსურს რაღაც კითხვის დასმა. უკაცრავად, მე მიმყავს გადაცემა. ბატონო ევგენი, გადაცემა მიმყავს. მე ძალიან ცოტა დროს მithმობთ და. არა, არ დამithმია მე თქვენთვის ცოტა დრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო დაგითმეთ პირიქით ჩართვაზე ვინც იყო თითოეული ადამიანს. კითხვა აქვს ბატონ ამირანს. კი, მე მაქვს ბატონ ევგენისთან ესეთი ლოგიკური შეკითხვა. დიახ. რომ თუ კი ირღვევა უფლებები ადამიანისა და მე გეთანხმებით რომ იგივე შეზღუდვასთან დაკავშირებით არის ადამიანის უფლებების, ანუ დარღვევის ნიშნები, მაგრამ ამ ქვეყანაში არსებობს სასამართლო. რატომ უნდა გამოვხატოთ თქვენი პოზიცია დემონსტრაციით საღამოს 10 საათზე? საღამოს 10 საათზე, რატომ არ მიმართავთ სასამართლოს ან პოლიციას აღნიშნული უმსგავსობის აღსაკვეთად, როგორც თქვენ მიგაჩნიათ? ერთი თუ მოგახსენებთ თქვენს არაფერია ცუდი, მაგრამ რატო დემონსტრაცია და არა სასამართლო გზით ამ საკითხს მოგახსენებთ თქვენს კითხვაზე. ჩვენ და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს აქციის ჩატარების უფლება. ჩვენ 10 ნოემბერს გავუმართეთ ანტისაიმიგრაციო მსვლელობა ვაკის პარკიდან რუსთაველის ძეგლამდე, ხოლო ამ კლუბებთან ეს აქცია დაიგეგმა არა ჩვენს მიერ, არამედ სოციალურ ცელებს და ჩვენ უბრალოდ შევუერთით, მაგრამ მდგომარეობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც კერძო დაცვის სამსახურები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს ორ წევრს, რომლებიც პირდაპირ შეცდომით ჩავიდნენ იმ კლუბებში. სწორედ ამ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ დაიძაბა სიტუაცია, გართულდა და იქ დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დააპირა იარაღის ამოღება და დაგვემუქრა ფიზიკური განადგურებით. კარგი. აი ეს არის თელი სიმართლე და იქ თქვათ ვიღაცა რა სცენარებს წერს და რა ჭორებს ავრცელებს, ეს უკვე მეორე მხარეა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, აბა თქვენ იცით, იმედია მშვიდობიანად ჩაივლის თქვენი აქცია. გიორგი გაბედავას თავ ეხა პირდაპირ ეთერში და უკვე შემდეგ სტუდიაში გადმოვალ. გიორგი, რამდენადაც ვიცი, თქვენ აპირებთ მონაწილეობის მიღებას ამ აქციაში, რატომ? მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ქალბატონინგა. აქციაზე ვაპირებ მისვლას როგორც დამკვირვებელი, უნდა დავაკვირდე პროცესებს, იმიტომ რომ წინა დღეებში განვითარებული მოვლენები არის ჩემთვის მიუღებელი. პირველ რიგში იმიტომ რომ საერთოდ პოლიცია უნდა არეგულირებდეს ესეთ სიტუაციებს და არ უნდა ხდებოდეს ადამიანებს შორის დაპირისპირება. არა აქვს მნიშვნელობა კლუბში ქართველს უნდა შესვლა თურქს თუ აზერბაიჯანელს, თუ ეს არის საყოველთაო დაწესებულება, უნდა იყოს ყველასთვის შესვლა ნებადართული. ხოლო თუ დახურული ტიპის არის, უნდა ეწეროს ზედ რომ არის დახურული ტიპის და არა ისე შეფარული, როგორც მაგალითად ამ ბარებს აწერია. ჩემი ინფორმაციით, როგორც წინა წლებში, ეხლაც გრძელდება ამ კლუბების, ესე ვთქვათ, მე ხშირად ახსენებდი ამ სხვა დაკრიშვა და როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე გოგახეთში საუბრობდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დარბევაზე რაღაც
ცუდი პოზიცია გააჩნდა მას. რა თქმა უნდა, თავიდან დაიწყეს მათ, იმიტომ რომ ხალხი როცა ეუბნებოდა რომ ეს არ არის სწორი, არ არის ლამაზი, იმოქმედეთ სამართლებრივად. მაგრამ როდესაც დაინახეს დიდი ფული, დიდი ბიზნესი, რა თქმა უნდა, დაფიქრდნენ, თქვენს რომ ჯიბების გასხელება ჯობია ხალხის თვალში კარგად გამოჩენას, ადგილიდან და დაიწყეს თვითონვე ამ ბიზნესს მიყვეს ხელი. ჩვენ ვიცით, გიგი უგულავა ხშირად დადიოდა ხოლმე ამ ესეთ კლუბებში თავის მეუღლესთან ერთად, მეგობრებთან ერთად. ჭორაობისთვის არ ჭორაობა არა, ფაქტები არსებობს. რა ფაქტები? თქვენ რომ მოგთხოვონ ამის დადასტურება და ადასტურებთ? სურათები მაქვს ნანახი ძალიან ბევრი. სურათები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლებელია არ იყოს ის თბილისში გადაღებული სურათი. თბილისში, საქართველოში არის კლუბში გადაღებული ეს სურათი. შეგიძლიათ შიდა ინფრასტრუქტურით შეადაროთ იმ კლუბებს, რომელზეც არის საუბარი. ამის დადგენა ძალიან მარტივი არის. ამაზე არ არის საუბარი, კონკრეტულ რომელ კლუბზეა საუბარი. მე ვამბობ იმას, რომ უნდა იყოს კანონში წერია. დიახ. კანონი უნდა ახსოვდეს. სხვა საუბარი აქ არის ჩემი აზრით ზედმეტი. იქ ეთნიკურად არ უშვებენ თუ რის გამო მოხდა დაპირისპირება, ეს ცალკე თემაა. უნდა ახსოვდეს კანონი, პოლიციამ უნდა მიიღოს ზომები და არ უნდა იყოს გამარგინალებული ეროვნული თემები. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ეკლესიის სახელით, ეროვნულობის სახელით რაღაც დანაშაულებების ჩადინას, რათა შემდეგ ხელები შეაწმინდოს ეკლესიას და უკაცრავად ეკლესიის სახელით მე მახსოვს 17 მაისი, რომელშიც თქვენ ძალიან აქტიური მონაწილე იყავით და რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის პროტესტი გამოიწვია ეკლესია და ეკლესიის წარმომადგენლები, მათ შორის ტაბურეტკებით ხელში. გეტყვით 17 მაისს შეგიძლიათ მოიტანოთ ყველა კადრი, 17 მაისს ყველა კადრი შეგიძლიათ მოიტანოთ, სადაც პირადად ჩემზე არის ხო საუბარი ამ წუთას? დიახ, არა, თქვენ ახსენეთ და იმიტომ შეგიძლიათ ყველა კადრი მოძებნოთ. პირადად მე დაახლოებით 10-15 ჟურნალისტი დამყვებოდა. არც ერთ კადრში არ ჩანს რომ მე ან შეურაცხყოფას ვაყენებ ვინმეს, ან ძალადობისკენ მოვუწოდე პირიქით მე ვითხოვდი რომ ყოფილიყო მშვიდობა და უზნეობისთვის ზნეობით გვეპასუხა. ამიტომ ეს ბრალდება ჩემთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, და ეკლესიის სახელით საუბარი იქ არ ყოფილა, იქ მთელი ეკლესია იდგა, მთელი ქართველი ერი იდგა 17 მაისს და 17 მაისიდან განსხვავებით ეხა ყველგან იყო 100,000 ადამიანის მართვა ძალიან რთულია, ვერავინ ვერ შეძლებს და ზოგი აგრესიულად იყო განწყობილი, ამას ჩვენ ვერ მართავთ, რა თქმა უნდა, ვერავინ ორგანიზატორი ამ აქციას არ ყავდა ძალიან კარგად ვიცით, უბრალოდ ვიყავით ადამიანები, რომელსაც კარგით, აღარ ვიდაოთ 17 მაისზე ყველას თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი გამოკვეთილი ჩამოყალიბებული პოზიცია ამ თემაზე. ბოლოს უნდა კითხოთ, მთავარი ერთ-ერთი მოთხოვნა ხვალინდელი აქციის გიორგი არის თქვენ მოусმინეთ ბატონ ევგენის, ის ამბობს რომ მოვითხოვთ ყველა ამის და ბარის დახურვას. შეუერთდებით თქვენ? მე აქციაზე მივდივარ როგორც დამკვირვებელი უფლებადამცველი, მინდა რომ დავაკვირდე პროცესებს, არ დაიღოს არც ერთი ადამიანის უფლება. და რაც შეეხება ამ მოთხოვნას, როგორია თქვენი ჩემი აზრით არ არის საქართველოს ის ქვეყანა, რომ ესეთი კლუბები არსებობდეს, არ არის ლამაზი, იმიტომ რომ ისედაც გარყვნილი დღეს გარყვნილება მეფობს თითოეულ სოფლიოში, არა მარტო საქართველოში და ამის ლეგალიზებაზე საუბარი ჩემი აზრით ზედმეტი არის და საერთოდ ესეთი კლუბები არ უნდა არსებობდეს საქართველოში. ამაზე ჩვენი ინტერაქტივიც მეტყველებს, როგორი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. აქ ხო საზოგადოების წევრები რეკავენ და არა კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენლები. ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, გიორგი. ნახოთ როგორ ჩაივლის ხვალინდელი აქცია და მე ისევ სტუდიაში უნდა გადმოვინაცვლო ბატონო დიმიტრი. ჩვენ ვლაპარაკობთ თემაზე, ისე უნდა დავიწყო, რითიც დავიწყე გადაცემა იმას საუბარი, რომ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. პოლიტიკურად ამას როგორ შეაფასებთ? რას ნიშნავს ეს? პოლიტიკურ და ადამიანურ ენაზე. ავატყვით ინგა რომ ქალებს როგორც მომუშავებს და როგორც მომხმარებლებს უშვებენ ქალებს. ანუ როგორც მომხმარებლებს თუ როგორც მომუშავებს, აი ეს არის კიდევ საინტერესო. კი ბატონო, მოდი აი შევეცდებით ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გაქცე ფაზე პასუხი. მე არ გახლავარ მარკეტინგის კვლევის სპეციალისტი, მაგრამ ძალიან კარგად წარმომიდგენია და მესმის რომ როდესაც ორგანიზაცია იხსნება, მით უმეტეს ღამის კლუბი იქნება, გასართობი კლუბი იქნება, სასკლების ობიექტი იქნება, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში მოწადინებულია იმაზე, დაინტერესებულია იმით უბრალოდ, რომ რაც შეიძლება მეტი კლიენტი მოიზიდოს. მსგავსი დამოკიდებულება, რომ ეთნიკური ნიშნით თუ გენდერული ნიშნით ვიღაცას არ უშვებენ, ჩემში უკვე კითხვას ბადებს. ეხლა, ეს ხდება მარტო აღმაშენებლის გამზირზე? არა.
მე გეტყვით რომ 2 წლის წინ მე და ბატონმა ჯონდი ბაღათურიამ გავმართეთ პირდაპირ პრესკონფერენცია ბათუმში ქუთაისის ქუჩიდან. ეს არის დაახლოებით კილომეტრი და 300 მეტრიანი ქუჩა, სადაც დღესდღეობით ძალიან ბევრი ჩემი თანამემამულე ქალბატონი, ახალგაზრდა იქნება თუ არა ახალგაზრდა, გარკვეულწილად სტიგმატიზირებულია და ვეღარ ბედავს ამ ქუჩაზე გასვლას. ნახეთ რა ხდება, აქაც ზუსტად იგივე მიდგომები იყო. იქმნებოდა კაფეები, ამ კაფეებს ყავდათ დაცვის წევრები, მათ შორის ჩვენი თანამემამულე, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ დირექტივა მიცემული, რომ არ შეეშვათ დაწესებულებაში ადგილობრივი მკვიდრი მამაკაცები. ქალბატონებს ჰქონდათ შესვლის უფლება. იქაც იგივე. ანალოგიური იქაც იგივე. ხო, ბუნებრივია ისმის კითხვა. რა დონის და რა მასშტაბის, რა ხარისხის სუბსიდირება ხდება კონკრეტული ბიზნესების, რომ ეს ბიზნესები მიდიან რა წაგებაზე, მაინც რენტაბელურად თვლიან საკუთარ თავს და აგრძელებენ ბაზარზე მოქმედებას. არ მიდიან წაგებაზე, ფაქტია რომ ეს პრაქტიკა დაიწყო 2 წლის წინ ბათუმიდან, მოხდა ბათუმის მე ესე დავარქვი, შეიძლება ძალიან არასწორია თვითონ ტერმინოლოგიურად, მაგრამ აი თაუნიზაცია მოხდა თურქიშ თაუნის გაჩენა ბათუმის ცენტრში. საკმაოდ ესე იგი მოცულობითია ფართობის თვალსაზრისით. დღესდღეობით ეს მხოლოდ ქუთაისის ქუჩას აღარ მოიცავს. ანალოგიური მცდელობა და საკმაოდ წარმატებული მთელი ეს თავისი ექსპანსიონისტური ხასიათიდან გამომდინარე უცებ მოედო აღმაშენებლის გამზირს. მე ნამდვილად აღმაშფოთებლად მიმაჩნია საგანგაშოდ მიმაჩნია ის სურათი, რაც დღეს ხდება საქართველოში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ არ ყავს საიმიგრაციო სამსახური, მე ვიცი რომ არ არის კონტროლის არანაირი მექანიზმი, მე ვხედავ ახლა მე კულტურულ შოკში ნამდვილად არ ვარდები სხვადასხვა ფერის კანის ადამიანების შემხედვარე. პირიქით, ტოლერანტული ვარ მათ მიმართ, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას ადგილებზე, მაგრამ მე უბრალოდ კითხვა მებადება. როდესაც იგივე ბაღდადიდან ყოველ კვირაში ერთხელ და ვიცი რომ ემატება რეისი მოფრინავენ დევნილები ერაყიდან, მოფრინავენ დევნილები იორდანიიდან, სირიიდან, უამრავი შემონადენია ადამიანების ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომელი საკანონმდებლო რეგულაციით ხდება, ასე ვთქვათ, რეგულირება მათი აკყოფნის ლეგალიზაციის ფორმებისა, ბინადრობის მოწმობა, თქვათ, მოქალაქეობის მიცემის. თქვენ იცით თუ არა, ინგა, რომ სექტემბრიდან დღემდე სააკაშვილის ხელმოწერით ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი მიენიჭა 2700-ს ერთი თვის მანძილზე 2700 თურქეთის მოქალაქეს, ისე რომ ისინი არ გასულან თურქეთის მოქალაქეობიდან. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების განსაკუთრებით არა, ერთი წუთი თქვენ რა იცით 2700 კაცი ეთნიკურად ყველა ქართველია? ჩვენ არ აქვს ინფორმაცია. ერთი წუთი პროცესი. მოდით დავასრულებ. კი ბატონო, ერთი წუთი დავასრულებ და მე კი ბატონო ჩამერთებ თუ შეიძლება. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ექსკლუზიური უფლება რა თქმა უნდა აქ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ არსებობს ნორმები, არსებობს პოზიტიური პირობები, რომელსაც ეს ადამიანები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ და ორი განსაკუთრებული მნიშვნელოვანი მოთხოვნა. ეს არის პირველი, რომ განსაკუთრებული წვლილი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. მას რატომ მიანიჭა და შემდეგ ამ კითხვაზე ჯერჯერობით ჩვენ პასუხი არ აქვს. არც იმ კითხვაზე გვაქვს პასუხი, აპირებს თუ არა პოლიტიკური ხელისუფლება დღევანდელ დღეს. გარკვეული სამართლებრივი რევიზია ჩაატაროს აი ესე მინიჭებულ, პრაგონოთ მინიჭებულ მოქალაქეებს. ესე იგი, რაც შეეხება მე ფერამეში ვეთანხმებ ბატონ დიმიტრის, მათ შორის იმაშიც რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ხშირად ხდებოდა იგივე მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, იგივე ამინისტიასთან დაკავშირებით. მარტივად რო თქვა, კანონთა შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება და პოლიტიკური ნიშნის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ახლა რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს დაკეტილი საზღვრები უცხოელებისათვის, რაც შეეხება იმას, რომ თურქეთში საქართველოს ეთნიკური ნიშნით არსებულ მოქალაქეებში უბრალოდ ადამიანებს უნდა მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა მათი სურვილის შემთხვევაში, ეს არის სწორედ ის მუხლი, რომელსაც თქვენ ამბობთ, ბატონ დიმიტრი, განსაკუთრებული სახელმწიფო ინტერესი. ეს არის ქართული საზოგადოება, რომლებიც იქ არსებობენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს აკმაყოფილებს ძალიან ბევრი შეხება და მათ თავისი ქართული კულტურა, ენა მიუხედავად იმ ყველაფერს, რაც მათ თავს ხდებოდა ამ წლების განმავლობაში შეინარჩუნეს და თუ კი ამ ნიშნით მოხდა შერჩევა და
მიენიჭათ მათ მოქალაქეობა, ეს არის სწორედ განსაკუთრებული სახელმწიფო ინტერესი. თორე ის რომ რა თქმა უნდა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში პირდაპირ ბოდიში და აი ნახეთ ჩვენ მივეჩვიეს უკვე გოგა ხაჩიძემ თავს მოგვახვია რომ კანონის იგნორირების და მიუხედავად მასა აქვს მომავალში იმედი რაღაცის განხორციელების თქვენმე მეუბნებით რა თქვენ იურისტი ხართ თქვენ იცით რომ ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ აწესებს კრიტერიუმებს ამ კრიტერიუმებს შორის აუცილებელია დადგენილ ფარგლებში საქართველოს ისტორიის ცოდნა, სახელმწიფო ენის ცოდნა, სამართლის ნორმების ცოდნა. ხომე თანხმებით ეს ესეა. თუ შეიძლება და საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებულია ამ კრიტერიუმების აბსოლუტური იგნორირებითა და უარყოფით. არის თუ არა კანონის დარღვევა სახეზე? ეკითხები. მე გითანხმებით რომ ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ მე ხას უსვამ რომ თქვენი დამოკიდებულება ეს პირველად არ ამბობ თქვენ ამას და მე თქვენი დამოკიდებულება და მოთხოვნა იმისა რომ ჩაიკეტოს საზღვრები რომ გადაიხედოს ყველა მიღებული გადაწყვეტილება რომელიც კანონის მოქმედებაზე გადამოწმდეს ის ორგანული კანონის მოქმედებაზე მოხდა თუ არა გარკვეული მოქალაქეობის მინიჭება გარკვეული სუბიექტების მიმართ და თუ კი აშკარა კანონის დარღვევას აქვს ადგილი რა თქმა უნდა აშკარა უნდა აუცილებლად გადაიხედოს მაგრამ ის რომ აქ არის ლაპარაკი რომ კონტროლი მოხდეს და ადმინისტრირება მოხდეს უფრო გონივრულად მათ შორის ეროვნული და ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით. ამაზეა ლაპარაკი, არა ჩაკეტვაზე. მართალია, ჩვენ საქართველოს მოქალაქეობას ისე ადვილად ვაძლევდით ნებისმიერ სურვილს, რომ საერთოდ დაკნინდა, აბა ჩადიდა ნებისმიერ ქვეყნის მოქალაქე გახდით. გაცვლითი პროგრამით ვერწახვალთ აღმოსავლეთ ევროპაში. პოლონეთში თუ პოლონური არ იცით ბატონჩი, რატომ აძლევდნენ ესე ადვილად? აი, იცით რა, თქვენ ძალიან ბილად ეხავე გიორგი, ეხავე. ვფიქრობ, რომ აქ პირიქით საკმაოდ სერიოზული ანტაგონიზმი უძევს საფუძვლად ეროვნულ საზომს. აი ეს ხო არის მთელი კასკადი, აი მეც მაგაზე დავიწყე ლაპარაკი დღეს რომ ეს არის მთელი კამპანია. დღეს რატო გზნობს? იცით ეს ყველაფერი გამძახილია. საქართველოში რაც გინდა ჩვენმა ფსევდოუფლება დამცველებმა ყველას არ გულისხმობ. იძახონ ხმამაღალი წინადადებები, ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფი ფაქტობრივ მდგომარეობაში არის არა უმცირესობები, არამედ უმრავლესობა. ხშირად ამაზე კამათი სერიოზულად შეიძლება. იმიტომ რომ ქართველი გახდა ადამიანი, რომელსაც გარკვეული არანაირი უფლება არ გააჩნია. თუ კი ქართველი ჩაიდენს კრიმინალს, ის კრიმინალია, თუ კი არა ქართველი ჩაიდენს, ის უდანაშაულოა. თუ კი ვინმეს გაუშვებენ, რომელსაც შემთხვევით წარმოშობის ისტორია აქვს სხვა ეროვნებისა, ასე ვთქვათ, სამსახურიდან გაუშვებენ, ის აუცილებლად და გადახედეთ ზოგიერთ მედია საშუალებას, ეთნიკური ნიშნის გამო განთავსდეს ესა და ეს, რა ქვია, სექსუალური უმცირესობის გამო განთავსდეს. კუდის მობმა ხდება. ანუ ჩვენ თელმა ჩვენმა საზოგადოებამ განსაკუთრებით ჩვენმა უფლებადამცველ ფსევდოლიბერალურმა და ფსევდოუფლებადამცველობითმა სივრცემ მთლიანად დააკნინა ჩვენი ეთნოიდა. ეს არ გულისხმობს ხვების დაუფასებლობას. ჩვენ ყველას ყავს ოჯახი, გვიყვარს საკუთარი ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრების სიყვარული არ გვიშლის ხეს ყველა სხვა ადამიანის სიყვარულს. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თითოეული თქვენგანის ნათქვამი. გიორგი, თუ შეიძლება განაგრძეთ თემა. დისკრიმინაცია, ეხლა უკვე ისეთი მიმართულებით წავედით, ბატონო ავთო, თქვენც მინდა კითხოთ და ბოლოს იუნა დაამთავრებს. არის დღეს რეალურად სახეზე. აი ეხლა არჩილე ამბობდა, რომ უმრავლესობა უფრო მეტად არის აი ამ დისკრიმინაციაში მოყვანილი, ვიდრე უმცირესობა. და ქართველების თემა, იგივე ჩვენს თავად თემას. შეიძლება თავარ თემას და იმ საკითხს ქართველების შეშვება არ შეშვებას რაც შეეხება ესეთ შესაძლებლობის კლუბებში. ესეთ მე არ მინდა ხა ძალიან ექსპერტობა დავიბრალო ამ საკითხის, მაგრამ მე ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის დროს დაახლოებით 20-მდე სხვადასხვა მიმართულების რაღაც დეტალიზაციის სიუჟეტი მაქვს გაკეთებული ამ თემებზე, იმიტომ რომ საზოგადოებისათვის აქტუალური თემაა და ძალიან ბევრ რამეს შევეხე როგორც ჟურნალისტი და ვსწავლობდი რაღაც კონკრეტულ საკითხებს, რომელიც საზოგადოებისათვის მეცნიერებია. მაგალითად, აი იგივე ის საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს თქვათ ზღვისპირეთში, აჭარაში რომ მომრავლდა ეს პროცესი და ეს პრობლემატიკა, იქ თუ დავაკვირდებით, ძირითადად არიან ისეთი სექსმუშაკები, ასე ვთქვათ, ხო, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არ არის საქართველოს მოქალაქე. ნუ იტყვით ესე. მე მაქვს ჩემი თვალით ნანახი, ერთ ძალიან ცნობილ სასტუმროში ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩემი თვალით მაქვს 1-2 საათის განმავლობაში შესვლა გამოსვლის სცენები ნანახი და უბრალოდ ვერ გადავიდეს კადრები, თორე ეს ძალიან დიდი რაოდენობით არიან საქართველოში, არ ვიცი, ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგონები, რომლებიც ჩამოვიდა რაღაცა ასეთი საშინელი პრობლემა. ისინიც იყვნენ არა ქართველი. ალბათ არიან ესეთი რაღაც ტრეფიკინგის მსხვერპლიც, მაგრამ არიან თავისი სურვილითაც ჩამოსულები საქართველოში, იმიტომ რომ აქ თქვა ამ მიმართულებით მათ გაცილებით უფრო მეტი სარგებელი აქვს ვიდრე თქვა იქ რაღაც რომელიმე თავის ქვეყანაში.
ეს არის ძირითადად აწყობილი სწორედ იმ სექს ტურიზმის, ამ შემთხვევაში არა, სექს ტრანსპორტის ინდუსტრიაზე აწყობილი ინფრასტრუქტურა, რომელიც უკავშირდება სწორედ ამ გზაგამტარს, რომელიც საქართველოს როგორც ამ შემთხვევაში სატრანსპორტო დერეფანის საშუალებით, რომელიც არის ძალიან დიდი ნაკადის გამტარი ამ შემთხვევაში აზიური სახელმწიფოებიდან, იქეთ ჩრდილოეთის მხარესაც და კასპიის მიმართულებით და ასე შემდეგ, ხო? ამ მიმართულებით. ის კლუბები ცოტა სხვა განსხვავებული სპეციფიკის ასე ვთქვათ, დაწესებულებებია, რომელზეც ახლა ჩვენ ვკამათობ და რაც არის ჩვენი ძირითადი თემა და 10 ნოემბერს არის მოხდა. ერთობლიობაა, ეს არის ერთი თემა კომპლექსურად, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. იმ კლუბებში ძირითადად მომსახურე პერსონალი არიან ქართველი გოგონები, რომელთა მომსახურებაც არის ძალიან იაფი, ამაზე ვისაუბრეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვა იმაზე საუბარი, რომ იქ რატო არ უშვებენ ქართველს, აქ ჩვენ არც მარკეტინგული პრობლემა არ გვიდგას, უბრალოდ იმ ორგანიზაციებს. არც შემოსავლის კლება, მატების საკითხი. ვერცმუნეთ, აქ დგას მენტალური პრობლემა. ანუ არა დამსაქმებლის და ასე ვთქვათ, ინვესტორის, რომელმაც ეს კლუბი დააფინანსა, შეიძლება ის იყოს რომელიმე არაბული სახელმწიფოდან ან უცხოეთ არამედ ამ შემთხვევაში ძალიან ხშირ შემთხვევაში დგას სწორედ ის მენტალური პრობლემა, რომ იქ მომუშავე პერსონალს, ქართველ გოგონებს, არ უნდათ რომ იქ შევიდნენ ქართველი მამაკაცები. რატო? იმიტომ რომ საქართველოს არის სწორედ ესეთი მენტალური სახე. გაქირავებულის ინტერესებს ასე ითვალისწინებენ, რომელიც საქმე იმაშია, რომ ეს მათი მოთხოვნა არ უშლის ხელს. არა, გეთანხმებით, მაგრამ ეს არის ის რეალობა, ხო, აი ოჯახები დგას მათ უკან, მათ არ უნდათ რომ ისინი ქუჩაში იცნონ. აფიშირება მოახდინონ საკუთარი საქმიანობა. აფიშირება მოახდინონ, მათ არ უნდათ რომ ქუჩაში ელემენტარულად და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ შეშვება ქართველი მამაკაცების ამას უკავშირდება. კი, დიდწილად ეს არის რეალური ეხლა როგორ არის ცი არჩი იქ რომ თქვათ შემოსავალი იმ კლუბის ამის გამო იყოს ნაკლები და თქვათ ის მოგებას ვერ ნახულობდეს მისი მფლობელი, ხო? რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა არ გაამართლებდა და ამ ადამიანების ინტერესებს ნაკლებად დაიცავდნენ. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ინტერესად ახვედრა ხდება, შესაბამისად შემოსავალის და ის ქართველებისგან ჩაკეტილი კლუბის, ასე ვთქვათ, რაღაცა ესეთი ჩაკეტილი კლუბის რეალობა ფინანსურად არ მოქმედებს უარყოფითად მაინც და შესაბამისად მათი ინტერესების გათვალისწინებულია. იმიტომ რომ ამ ადამიანების ინტერესები არ გაითვალისწინოს დამსაქმებელმა ამ შემთხვევაში, ხო? ინვესტორმა, ასე რომ დავარქვათ, ჭალებში. მაშინ შეიძლება მან უბრალოდ დაკარგოს მომსახურე პერსონალი. რა თქმა უნდა, მაგაზე ორი აზრი არ არის. მე კი ისევ მიჩნდება კითხვა, თუ კი უკანონო ბიზნესამდე მივდივართ, მაშინ როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, რატომ ხდება ხელისუფლება? სად არის სახელმწიფო? სად იყო ამდენი წელი ვინ მფარველობდა? მოდით პირდაპირ ვთქვათ. მფარველობის გარეშე ასეთი ტიპის, ასეთი ინდუსტრია ვერ არ უნდა მაგას ბევრი საუბარი. არ ჭირდება მაგას ბევრი ძიება. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ პერიოდში საქართველოს ისტორიის, არც კომუნისტური და არც შემდგომი პერიოდებისა არ არსებობდა საქართველოში სხვა ძალა გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელსაც შეეძლო ამ სიტუაციის გაკონტროლება და თავის ინტერესებზე მოუწოდა. ეხლა ორ დღეში ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებს ჩვენ ნახულობთ, რომ ხან რომელიღაც დაწესებულებაში ატარებენ სპეცოპერაციას, ხან ძალიან აქტიურები არიან ამ თვალსაზრისით. მე არ ვიცი და იგა მე ვერ ვიტყვი და მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკვე 100%-ით მოერგო ამ ბიზნეს და თლიანად ეს შემოსავლები მაგ მიმართულებით მიდის, თუნდაც სხვაგანს არ უნდა წავიდეს, მე არ ვიცი. დევნილთა და გასახლების სამინისტრო მაგამას რო ვერ გააკონტროლებს, ეს ყველას კარგად გვესმის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მარტო ფინანსური ინტერესი რაღაც კონკრეტული ძალოვანი სტრუქტურის. აქ არის ძალიან დიდი მათი კონკრეტული სპეციალიზაციის თვალსაზრისითაც, თავისი ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება, თავისი უამრავი დანერგილი და ჩანერგილი აგენტურული ქსელის თვალსაზრისით, ეს არის იდეალური სამყარო. აი, ამიტომ უნდა იყოს პროცესი გამჭვირვალე, რომ ბარებს და ასეთ ადგილებს მიეცეთ, არა, ახლა ერთგან დააბრბევენ, მეორეგან შეიქმნება, მესამეგან შეიქმნება. და მაგ კითხვაზე კარგი, გიორგი, ვეღარ მოგცემ სიტყვას. ლეგალიზება ვერ მოაგვარებს აი მაგ პრობლემას, რომ მე თუნდაც გვერდული ირიბი მხრით დაინტერესებული ძალოვანი ჩვენი ინტერაქტივი უნდა შევაჯამო ეხა ბატონ ავთოსთან და იუნასთან ერთად დასმული ქონდა კითხვა, ნუ პრინციპში ეს იყო მთავარი მოქმედი ისა მთავარი თემა, რომელიც ხვალ იქნება პირველ რიგში დასახელებული, რომ აქციის მონაწილეები მოითხოვენ აიკრძალოს ის აზიური ბარები და კლუბები, რომლის წინააღმდეგაც გაკეთდა განცხადებები. ინტერაქტივის შედეგები არის 95% ჩვენი მაყურებლის
ამბობს რომ უნდა დაიხუროს. ბატონო ავთო შეაჯამეთ ინტერაქტივი. რა მოვლენას თან გვაქვს საქმე? არა, ეს ცუდ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ხა ესე დახურვა ესე ის კანონის სახით რომ ეს იმის გამო რომ ეს არის კონკრეტულად ამ საკითხს და თუ შეიძლება ვიტყვი მაშინ ეს რა ქვია იმის გამო დაიხუროს რომ ეს არის რაღაცა ის არა ქართული ბარი ამის გამო არ უნდა დაიხუროს. საერთოდ კანონი უნდა კანონობდეს და ყველაფერი იწყება აი ამ უკანონობიდან. იმიტომ რომ მე ძნელად წარმომიდგენია იგივე პარიზში არაბების კაფეში ვერ შევიდეს ფრანგი. სრულად წარმოუდგენელია, ხო? ეს არის ალბათ კიდე ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, რომ ის ვიღაცა ვინც არ შეუშვეს პირველად, ხო? არ წავიდა და არ უჩივლა. იმიტომ არ უჩივლა, იმიტომ რომ ან არ სჯერა, ან იცის რომ კრიშა აქვს. აი ეს ყველაფერი ხდება ამ უკანონობის გამო. თორე ნებისმიერი შემთხვევა, როცა ჩვენ ადამიანებს ყოფთ, რომ აი შენ ისა ხარ, რა ქვია, ქართველი ხარ და შენ ხარ პრივილეგირებული, ან პირიქით არა პრივილეგირებული, რა ის ვერ გავიგე, ის ქურთმა რა დააშავა, ესე იგი იმასაც არ უშვებენ, ხო? აზერბაიჯანასაც არ უშვებენ, ხო? მე თვითონ ესეთი მიდგომა ჩემთვის არის აღმაშფოთებელი და საზიზღრობაა ეს. რას ნიშნავს იქ ქართველი არ შეუშვეს და რას ნიშნავს მარტო იმას უშვებ. რატო იმას არ უშვებს სიტყვა? მე ეგრეც არ ვაყენებ საკითხს. რატო მარტო ქართველებს არ უშვებ რა? აზერბაიჯანელებთან როგორ ახარ? ან სომხებთან როგორ ახარ? ან ქურთებთან როგორ ახარ? რას ნიშნავს საერთოდ ამ საკითხის დაყენება, რომ ვიღაცას არ უშვებ? მაგრამ ფაქტია რომ დგას ბატონო ავთო და ესაა ის საკითხი, რამაც გამოიწვია ის პროტესტი. ფაქტი არის ის, რომ ესა რა ქვია, უნდა კანონი კანონობდეს და თუ არ არის ეს კანონი, მე არა ვარ იურისტი, მაგრამ თუ კანონი არ იცავს ამას, უნდა იქნეს მიღებული და იქნეს მიღებული ზომები. სახელმწიფო იმიტომ არის სახელმწიფო, რომ მიიღოს ესეთი ზომები და ესეთი საკითხები არეგულიროს. კი ბატონო, დიდი მადლობა, იუნა დაასრულე ჩვენი ინტერაქტივის შედეგები. დიდი ბოდი 95% დახურვას უჭერს მხარს. არა პოლიტიკური ვარ, გადარეული უნდა ვიყო, რომ 95% საწინააღმდეგო აზრი ვთქვა, მაგრამ აქ არის ერთი no, consent pros, იმიტომ რომ აზიური ბარების დახურვა, ეს არის უცხოური ინვესტირება საქართველოში. უბრალოდ მილიონი მეთოდია გაკონტროლების. არ ვარ მომხრე, უკაცრავად 95%-თან, მაგრამ გავაკონტროლოთ სიტუაცია. მაგრამ მე აქ მოვედი, იმიტომ რომ მომწონს სახალხო აქციები, მომწონს ეს vox populi, რომ ადამიანი ხმას იღებს იმაზე, რაც არ მოსწონს და იყოს კი ბატონო აქციები, მაგრამ რაც შეეხება ამ 17 მაისის აქციებს, ლეგალიზაციებს, ნარკომანიის იქ რაღაცებს წინააღმდეგი ვარ. იმიტომ რომ RGB-ში ვყრი ამ ყველაფერს და დღევანდელი დღის დასკვნა მინდა გამოვიტანო, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ქალების უფლების დაცვას და არა პროსტიტუციას რა ვუყოთ ლეგალიზებული. აქ ქალი იტანჯება, ქალის ექსპლუატაციაზე. ლეგალიზაცია თავისთავად გარკვეულ უფლებებსაც ალბათ შეიცავს, ხო, ბუნებრივია. როდესაც მხოლოდ ქალი, არამედ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მე 1000 პრობლემას იკიდებს, შენ ნამდვილად შედი ხარ ამ 95%-ში, ხო, დარწმუნებული? გავსაზრდოთ ერთი რამ, რომ რას მიცა ხალხო 95%-მა ამ აზიური ბარების თემას. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართველ 95%-ს არ მიუწია ხმა აზიური ბიზნესის დახურვის. ხო, აი მაგიტო ვიკითხე მე რომ არა, ამის უკან დგას ის თემა, რაზეც 2 საათია ვსაუბრობ და უამრავი ძალიან კარგი, ძალიან წარმატებული, ძალიან ჩვენი ქვეყნისათვის მისაღები და ძალიან პროგრესული აზიური ბიზნესი არსებობს, ხო? რესტორნით დაწყებული და ბანკები და ასე შემდეგ. პროცენტის უკან დგას აშკარა პროტესტი უკანონო იმიგრაციის მიმართ, რასაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აქ ადგილი. რა თქმა უნდა, ერთობლიობაა თქო, მთელი აზიური იქნება, იაპონური იქნება თუ ამერიკული თუ ფრანგული და იუღებელია ყველა. შეიძლება იგივე მაგ ჩამოსახლებასთან და ეროვნულობის მინიჭებასთან. ბოდიში მე პიროვნებებს არ ვასახელებ, ინფანტილური გადაწყვეტილება იყო მე მგონი სააკაშვილის მხრიდან. დავით აღმაშენებელთანავლებს პარალელს. გახსოვთ თურქსელჩუკების. მე მგონი უფრო რაღაც ინფანტილიზმს ვაბრალებ, თორე არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი. იყოს არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ვინ არის რა და გვაქვს უფლება გქონდეს სრული ინფორმაცია გადაწყვეტილების წინ და არა მიღების შემდეგ. სოციალური ქსელი არის გაჭრელებული იმითი და მე ნამდვილად არ ყოფილი ვარ მაგ მომენტში რეზიდენციასთან გამიგე რომ მინახა სოციალური ქსელი არის აჭრელებული სურათებით
ათეულობით და ასეულობით აფროამერიკელი აზიური წარმოშობის ადამიანები არანაირი ქართველები რო იქ არიან. გიორგი, ძალიან ვეღარ ვასწრებ დროში გისმენთ ხალხი თუ კი ისინი ისევე ემსახურებიან ამ ქვეყანას როგორც ჩვენ. მასიური განმარტება არსებობს საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქე ეს არის კავშირში მყოფი საქართველოს სახელმწიფოსთან პოლიტიკურად და სამართლებრივად. მორჩა, ამას გააჩნია თავისი კრიტერიუმები, რომელიც არის აბსოლუტურად იგნორირებული სააკაშვილის. დიდი მადლობა. შევაჯამოთ, თუ შეიძლება უნდა დავასრულო. მე ვიტყოდი ძალიან მარტივად რომ ზუსტად იმ 9 წლიანმა ავტოკრატიულმა მმართველობამ, როდესაც ადამიანები ჩურჩულით საუბრობდნენ, გამოიწვია ის, რომ დღეს როდესაც სისტემა გახდა უფრო ლიბერალური, მარგინალური ძალები გააქტიურდნენ და შესაბამისად ადგილი აქვს ბევრ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ჯარიმის ზღვარზე წითელ ხაზებთან მოძრაობას აი ამ მსგავსი აქციების დროს. ამიტომაც სახელმწიფო ამ მხრივ უნდა გამოიჩინოს მეტი სიმტკიცე, რაც შეეხება ახლა აიკრძალოს, არ აიკრძალოს, აქაც შეიძლება რადიკალიზმის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა, რეგულირება, იმიტომ რომ ეს ხალხი არის მე დავეთანხმები აქ გამოსაზრებას რომ არიან. მე იმ 5%-ში შევდივარ, რომელიც მიკრობს რომ არ უნდა აიკრძალოს, უბრალოდ ვინც ამ ქვეყანაში უნდა დოვლათი შექმნას, ვინც ამ ქვეყანაში უნდა ინვესტიცია ჩამოიტანოს და ჩვენ უნდა ვიყოთ ღია ამ მიმართულებით და არ უნდა შეგვეშინდეს ზღვარზე რო არის საზღვრების მოგიწოდეთ რომ თქვენც მოგძანდეთ იქ 22 მეც ვაპირებ რომ მივიდეს სწორედ ბატონ გიორგი გაბედავას ამ შემთხვევაში ვეთანხმები იქ საჭიროა მისვლა იმისთვის რომ ზუსტად გავიგოთ ვინ ზღვარზე დადის ვის აქვს ჯანსაღი მოთხოვნები და ვინ შესაძლო პროვოკაციის მსხვერპლი შეიძლება გიორგი თბილისში არა ვარ ხვალდილი თორე წახვიდოდი დიდი ინტერესი მაქვს ელემენტარულად ნახო ამ შემთხვევაში ის ფორმა პროტესტზე რომელიც ხდება დაფიქსირებული ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავოთ მე წეგან ვამბობდი ვერ დავასრულე სიტყვა მეც ასე ვფიქრობ ნაკლებად ვაფიქსირებ ხოლმე ჩემს პოზიციას მაგრამ არ უნდა აიკრძალოს არაფერი უნდა გაკონტროლდეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბატონ დიმიტრი აღშფოთებული სახით მიყურეთ. თქვენ 95%-ში ხართ. მე 95%. ბატონ დიმიტრი 95%-ში. კარგი. ყველანაირი ბიზნესი უნდა იყოს საქართველოში წარმატებული, ოღონდ არა ქართველების დისკრიმინაციის ხარჯზე. ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და რასაკვირველია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობის, საქვევე მშვიდობები მაყურებელს და რეკლამას გამოვაცხადებ. რეკლამამდე კი გეტყვით, რომ მაინც შევხვდებით ორშაბათს მთავარი თემით ზუსტად 20 საათზე ორშაბათს უკვე საქართველოს ოფიციალურად არჩეული მეოთხე პრეზიდენტი ეყოლება კვირას შედგება ინაუგურაცია კვირის ამბები უკვე ორშაბათის გადაცემაში ნახვამდის